მოგესალმებით შემოსმენელებო, გავაგრძელოთ ჩვენი საუბრები ქრისტიანობის და იუდაიზმის შესახებ. მოკლედ მინდა გითხრათ, რომ თქვენ არ ხართ ვალდებული ყველაფერში დამეთანხმოთ. რადგან მე არა ვარ შემფასებლის როლში. მე არ შემიძლია ვინმეს შეუფასო რწმენა, ვინმეს შეუფასო აზროვნება, ვინმეს შეუფასო ცხოვრება საქციელი. მე უბრალოდ თქვენთან ერთად სწავლობ იმ თემებს და უგმავდებ იმ საკითხებს, რაც თქვენ წესით უნდა გაინტერესებდეთ. ისევე როგორც მე. ამ ჩემი ლაივები არ ემსახურება იმ ადამიანებს, ვინც უინტერესოები არიან და არ აინტერესებთ რის ისწავლთ. მოკლედ ბევრს უკითხია ხოლმე ჩემთვის, რატომ არ ახარ მართლმადიდებელი? და მე ამაზე პასუხი მაქვს. ამის საფუძველი მაქვს, მე რატო არ ვარ მართლმადიდებელი, იმიტომ რომ პირველ რიგში იმიტომ რომ მართლმადიდებლობა უარყოფს ფესვს, წმინდა ფესვს, საიდანაც ის აღმოცენდა და გავრცელდა მთელს დედამიწაზე ებრაელი ქრისტეს მეშვეობით. ეს ქრისტე ბერძნული სიტყვა და ებრაულად მას ქვია მაშიახი, ანუ მესია. ებრაელებისთვის მოსული მესია ღმერთი, რომელსაც ისინი ელოდებოდნენ და პირველი რამ, რაც იუდაიზმი და ებრაელობა და ებრაული რწმენა არ და ვერ შეეგუება, ეს არის ის, რომ იესო გამოაცხადოს უზენაეს ღმერთად. ეს არის ჩემი ერთადერთი და ერთადერთიც შეიძლება ითქვას მიზეზი, რატომაც მე არ ვარ მართლმადიდებელი. გასაგებია, რომ წარსულში მე დავამთავრე სემინარია, გალობდი 20 წელი დიდი წვლილი მიმეწვის მართლმადიდებლობაშიც, როდესაც მე სემინარის თვალსაც მეძახდნენ იმ დროინდელი ლექტორები. წარჩინებული მოწაფეც გახდით, მაგრამ ეს იყო წარსული. სანამ მე არ გავიგებდი, რომ ეს თლიანად ეს სარწმუნოება არის აგებული იუდაიზმზე. დავინტერესდი მე იუდაიზმის შესწავლით, გავიკითხე ცოდნი ადამიანები, ვინც იცის ებრაული დამწერლობა, ვინც ერკვევა თორის განმარტებებში, ასევე სხვადასხვანაირ ადამიანებთან ჰქონდა მე წვემა და ურთიერთობები. შევისწავლე ებრაული დამწერლობა, ანუ კითხვა შემეძლია, რომ წავიკითხო ტექსტი. ბოლომდე sad კარგად არ ვიცი, მაგრამ რაც ვიცი, იმაშიც მეხმარებიან. და მინდა გითხრათ, რომ პირველი ქრისტიანები და მოციქულები ამ ენაზე, ანუ ებრაულ ენაზე კითხულობდნენ ფსალმუნებს. ჩვენ ვერანაირად ვერ ვარყოფთ ამ ფაქტს, რაც არ უნდა შეგვეწინააღმდეგონ ქართველები, იმიტომ რომ ეს აღმოჩენილი არის გუმრანის ტექსტებში, რომ ეს ქრისტემდე კიდე ძალიან ძველად, ძველი წელთაღრიცხვის 200-300 წლით ადრე იყო ესენიანელთა სექტა იუდაიზმში, რომელსაც ჰქონდათ წმინდა წერილები და წმინდა წერილებში არის აღმოჩენილი როგორც ენოქის წიგნები, ასევე ფსალმუნების და მთელი რჯულის და ძველი აღთქმის წიგნები. იმ დროს არ არსებობდა ახალი აღთქმის წერილები, არ არსებობდა სახარებები, ოთხთავი, ეს ყველაფერი შემდგომ დაიწერა და ჩნდება კითხვა. მესია ღმერთი რომ დაიბადოს, არ დაინტერესდებოდით, რას აკეთებდა ის 30 წლის განმავლობაში, ან როგორ შეიძლება მოწაფეებს ის ვინც ცოცხლად შეხვდა მას, იმ წუთასვე არ ჩაეწერათ მისი ნათქვამი და გასული იესოს სიკვდილიდან 50 წლის გასვლის შემდეგ დაეწერათ ეს ოთხთავი. რა თქმა უნდა, როგორც მალხას სონღულაშვილმა ახსენა, ბატონო მალხას ახსენა, მე უსმენ მის ლაივებს და მომეწონა, როდესაც თქვა, რომ მარკოზის სახარებაში მოხდა დამატება მე-16 თავის ბოლო მოკლები, რათა შევეცოთ ეს წერილი და საიდან მოხდა დამატება, ამას აღარ ამბობს, თუმცა ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ნიკოდიმოსის სახარება იყო ეს ჩვეულებრივად მართლმადიდებლურ ტრადიციაში იკითხებოდა ეს წიგნები, ეს სახარებები წითელ პარასკევს იკითხებოდა ეკლესიაში ეს სახარება, ძველ ქართულადაც მაქვს და მერე შემდეგ იქნა ამოღებული და გამქრალი საერთოდ ეკლესიის მრევლისგან დამალული იქნა. თუმცა ჩვენ გვაქვს ხელნაწერები, სადაც ვხვდებით წმინდა მამების ნაშრომებს, რომლებიც ციტირებენ ნიკოდემოსის სახარებიდან. თუნდაც ჯვარცმული ავაზაკების სახელები ეს წერია ნიკოდემოსის სახარებაში მე-10 თავში
მოთხრობილია ასევე მარკოვის სახარების ბოლო მუხლები, რომლებიც ქრისტეს ამაღლებას ეხება, ესეც აღებული არის ნიკოდიმოსის სახარების მე-14 თავიდან. იქ არის მოხსენებული ზუსტად იგივე სიტყვები, რასაც მაცხოვარი ამაღლებისას მამლიხის მთაზე ეუბნება თავის მოწაფეებს. არსად არ არის ნახსენები მამაცი და სულწმიდით მონათვლამ. ესეც განსხვავებულია და თავისი უძველესობით მარკოზის სახარება არის ყველაზე განთქმული და გამორჩეული სხვა 4 თავისგან თავისი სიძველით, რომელებიც კავშირში არის ნიკოდიმოსის სახარებასთან. ანუ მარკოვის სახარების მე-14 თავის ეს ბოლო მესამე ნაწილი, რომელიც ქრისტეს ამაღლებას ეხება, გავიმეორებ, არის აღებული ნიკოდიმოსის სახარების მე-14 თავიდან. ამას მე მტკიცებით ფორმაში არ ვამბობ, შეგიძლიათ თქვენ თუნდაც გადაამოწმოთ, რომ წმინდა მამები ნიკოდიმოსის სახარებას დაყრდნობით ამბობენ, რომ ორავაზაკს გესმასა და დევოსმასი ერქვა. ეს მოძიებულია ეს ინფორმაციები ქართულ ხელნაწერებში და თქვენ თუნდაც შეგიძლიათ გადაამოწმოთ და შეიძინოთ ჩემი წიგნი ნიკოდიმოსის სახარება, იქ დაწვრილები და ახსნილი ყველაფერი, რაც თქვენ უნდა იცოდეთ აუცილებლად. ხო, ეხლა ის რა თემაზე მიდოდა მე გამიგზადებინა ეს საუბარი. პირველ რიგში რა არის მართლმადიდებლობა? მართლმადიდებელი იყო არიოზიც, მართლმადიდებელი იყო ნესტორიც, მართლმადიდებელი იყო ევსები ნიკომიდიელიც და მართლმადიდებელი იყო ასევე ევსები კესარიელიც. მაგრამ ეს 4-ვე ადამიანი რო დავაყენოთ, თქვენ დროს ეპისკოპოსობა იყო 500-ზე ძახდნენ, პრესვიტერებს ეძახდნენ, პრესვიტერი ქართულად ნიშნავს 500-ს. იმ დროს ეპისკოპოსობა, პრესვიტერობა და მღვდლობა და დიაკვნობა იყო ერთი რანგი, არ იყო არაფრთვის განსხვავებული და რაღაც იერარქიები არ იყო. ანუ ყველანი იყვნენ ძმები ქრისტეში. ისინი არ უწოდებდნენ საკუთარ თავებს ვინმეს მამებს ან ვიღაც მრევლს, ერისკაცებს, სულიაშვილებს არ ეძახდნენ. და ყველა ეპისკოპოსი აბსოლუტურად ატარებდა წვერს. მოშებული ჰქონდა წვერი ბოლომდე. არ შეიძლებოდა წვერის გაკრეჭვა. არც შილამაზების სახით, არც ეს არ ნიშნავდა იმას, რომ მოულოდნობის სიმბოლო არის. არა, წერილი, მოციქულთა დადგენილებები, კლიმენტი რომაის ვაწიგნეულში აშკარად გაფრთხილება არის, რომ ქრისტიანს, ყველა ქრისტიანს, მათ შორის როგორც ერისკაცს, ისე სამღვდელოებას აქვს ვალდებულება, რომ წვერი არ გაიკრიჭოს. ანუ სამართებელი არ უნდა შეეხოს წვერის კიდეებს. წვერის კიდეებზეა საუბარი. და თმისკრულები ამაზე გძლათ აღარ უნდა იყოს, ანუ კოწოლები უნდა დაიტოვო და თმაგრძელი არ უნდა ქონდეს, ანუ ძალიან არ უნდა გაიზარდოთ მები უკან. ეს არის უშუალება მამაკაცსა, როგორც მღვდელს ეხება, ასევე ეხება ერისკაცს. ეს არის მოციქულთა დადგენილები კლიმენტი რომაის ვაწიგნეულში. კარგი, მოკლედ ახლა მე მინდა ერთ თემას შევეხო. რატომ არ ვარ მართლმადიდებელი? პირველ რიგში, იმიტომ რომ მართლმადიდებლობა აშკარად და ღიად და ცალსახად ამტკიცებს, რომ იესო ქრისტე არის უზენაესი ღმერთი. ეს არის პირდაპირ მოსეს და ტრადიციისა, იუდაიზმის და მთელი წმინდა წერილების პირადად სახეში შეფურთხება და შეურაცხყოფა. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ იუდეველების ხარეს ვიჭერე ან იუდაიზმის მიმდევარი ვარ. არა. ამას ვამბობ როგორც სამოციქულო დადგენილებებიდან, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ 300 წლის და 200 წლის განმავლობაში ქრისტეს დაბადებიდან 300 წლის განმავლობაში ჩვენ არ გვაქვს არანაირი სამების დოგმატი ოფიციალურად გამოცხადებული, არც მოციქულები არ ახსენებენ ამას და საერთოდ არც არის მინიშნებით გადმოცემული ამაზე საუბარი სამებაზე. ჩვენ ამ ყველაფერს ახლა ნელ-ნელა მივყვებით, მანამდე რამოდენიმე საკითხს მინდა შევეხო. ხო, ილო. ანუ მე ვარ, გაგიმარჯოთ, ისა ნიკოდემოსის სახარება კიდე გაქვს, ხო რა ქვია? კი, ეხლა ლაივში ვარ, ილო, ეხლა ისა რას ვიზამ, იცი გადმოგირიცხავ 50 ლარს და კიდე რომ თანამედროვე ჩემს თანამშრომელს უნდა და მოგირიცხავ 50. კარგი, არ არის პრობლემა. თუ რამე გაინტერესებს, ილო, აი ხა ლაივში ვარ და შეგიძლია კითხვებიც მომწეროთ, ან ვაფშე დამირეკეთ ხოლმე ნებისმიერ დროს, როცა გეცდებათ. კი ბატონო, არა პრობლემა ზო. კარგით. დაგერიცხავ ეხლა და მადლობა. მოკლედ გავაგრძელოთ ახლა ჩვენი თემა რას ეხება რა. რატომ არ ვარ მართლმადიდებელი? რამ გამოიწვია რომ მე ეს გამოვიდე და ღია თქვა რომ არ ვარ მართლმადიდებელი? პირველ რიგში ერთი მთავარი მიზეზის გამო.
საპატრიარქოს საიტი წაუშლიათ ეხა რაღაცები მიდის ეთყობა გადამოწმებები, იმიტომ რომ აშკარად ეხა 2 დღის უკან ვიყავი შესული და წმინდა პასექის და ბრწყინვალე შვიდეული ჟამნობაში ასეთი რამე უწერიეთ. ქრისტიანზე აკვეთით სიკვდილით და სიკვდილის ამდგომელი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი სამგზის თვითო მერე ამბობს ესეთ ლოცვა არის. აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ თაყვანისცეთ წმინდა სამას უფალსა დიდებისასა იესოს. ხოლოცა ღმერთსა უცოდველსა ღმერთსა ჩვენსა და ესრეთ ხმაუყოთ ჯვარსა შენსა თაყვანისცემთ ქრისტე მეუფეო და წმინდა აღდგომასა შენსა უგალობ და ვადიდებთ. და მერე გაგრძელება არის. რამე თუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი და ჩვენ შენსა გარეშე სხვა იგი ღმერთი არა ვიცით. ეს არის ღვთის შეურაცხყოფა. აი ეს მონიშნულიც ამაქვს და გაზიარებულიც ამაქვს Facebook-ზე და რატო არის ღვთის შეურაცხყოფა გეტყვით. კითხვა არის ესეთი. მე ამას პასუხობ რატო არა ვარ მართლმადიდებელი. კითხვა არის ესეთი, ხა ჩემი მხრიდან როგორც არა მართლმადიდებელი. რატომ არიღებს მართლმადიდებლური ეკლესია მოსეს თორას, იმ მოსეს 5 წიგნს და რატო არ აღიარებს ძველი აღთქმის ღმერთის სახელს, საბაოთ ადონაის, რომელიც თვითონ საპატრიარქოს საიტზე უწერიათ, მე არ ვიგონებ. ადონაი უფალს არ ნიშნავს. ადონაი არის სახელი ებრაელების ღმერთის და იცით თქვენ კიდევაც რას ნიშნავს ის აღარ მინდა ტეტრაგრამატონის სახელი რომ გამოვიყენო ახლა აქ. ну მოკლედ წინასწარმეტყველებაში წერია ზაქარია წინასწარმეტყველის მერვე თავის 23 მოხში კითხულობთ ასეთ რამეს. ასე ამბობს საბაოთი უფალი. ანუ რომელი უფალი? საბაოთი უფალი. ანუ ებრაელების ღმერთი. აქ იესო არ არის. იესო საბაოთი არ არის განუკაცებელი ლოგოსი, როგორც თეოლოგები ასწავლიან. საბაოთი ტერმინი არის ებრაული, ნიშნავს ძალთა უფალს, მხედრობათა, ლაშქართა უფალს, აი ენოქის წიგნში როგორც არის აღწერილი. მის წინაშე 10,000-იო და უთვალავი ანგელოზები იდგნენ მისი ტახტის გარშემო. ხო, აი ეს არის უხილავი მამა, რომელზეც კაცის ძე საუბრობს. ხო, იქ ენოქს ელაპარაკება ანგელოზები რო ხსნენ, ვინ არის ეს? და გამოცხადებაშიც არის ახლა ჩვენამდე გამას მიყვებით, ვინ არის ტახტზე მჯდომი და ვინ არის ის დატოვებრივი, რომელიც მიდის ამ ტახტზე მჯდომარესთან და წარდგენილი იქნება მის წინაშე. მიყვანებული იქნება, აკრებოხი წერია ებრაულად. ანუ ანგელოზებმა მიიყვანეს კაცის ძე იმ სულთა უფლის, ანუ საბაოთ ადონაის წინაშე, ებრაელთა ღმერთის წინაშე. აი ესეთ რაღაცას ამბობს საბაოთი უფალი ძველ აღთქმაში. იმ დღეებში 10 კაცი ხახტა ყოველი ენიდან, ანუ ყველა ხალხიდან 10 კაციო ჩაებღაუჭება იუდეველთა კალთას და ეტყვის: თქვენთან წამოვათ, რადგანაც გავიგეთ, რომ თქვენთან არის ღმერთი. ანუ არა ებრაელებიდან, მთელი მსოფლიოდან 10 კაცი არის გამოირჩევა და იუდეველთა კალთას ჩაებღაუჭება და ეტყვის, რომ ჩვენ გავიგეთ, რომ თქვენთან არის ღმერთიო, ანუ ის საბაოთი უფალიო და ამიტომ წამოვათ თქვენთან. პირველ რიგში, იმიტომ ამბობს უარს ძველ აღთქმაზე მართლმადიდებელი ეკლესია, ხაზგასმით ამბობს ძველ აღთქმაზე, იმიტომ რომ მე ხშირად მომისმენია ხოლმე თეოლოგების განმარტება, ვითომ ძველი აღთქმა იესო ქრისტეზე არის, ეს არის ტყუილი, ძველი აღთქმა არის ადონაი ღმერთზე, ეს არ არის იესო ქრისტე. პირველ რიგში, იმიტომ უარყოფენ ძველ აღთქმას, ამახინჯებენ, შეგნებულად ამახინჯებენ თეოლოგები ძველი აღთქმას თავის ინტერპრეტაციით, რომ მათ უნდა უარი განაცხადონ იესო ქრისტეს უზენაესობას. ეს არის ერთადერთი და ერთ-ერთი დავასახელებ უფრო მეტად ერთადერთი მიზეზი, რატომაც მე არ ვარ მართლმადიდებელი. ეს რო გავიგე, რომ ისინი არ ემსახურებიან იმ ღმერთს, რომელსაც იესოს უწოდებენ. ძველი აღთქმის მიღებით. ძველ აღთქმას მიიღებ, ჩათვალე რომ შენ იესო ქრისტეს უარყოფელი ხარ და გეტყვით რატო. იმიტომ რომ თუ შენ იესო ქრისტეს აღიარებ უზენაეს ღმერთად, შენ იმ ღმერთის უარყოფელი ხარ, რომელ ღმერთსაც ემსახურებოდა ქრისტე. რომელსაც ქართულად ნიშნავს ცხებულს, ქრისტოს. ღმერთმა გაიღო ღმერთი მსხვერპლად ღმერთისთვის, რათა გადაერჩინა ღვთისმგირება თავად ღვთისგან. ღმერთი ლოცულობდა ღმერთის მიმართ დახმარებისათვის, მაგრამ ღმერთმა არ დაეხმარა. ღმერთი არ დაეხმარა ღმერთს და ღმერთმა მოკლა ღმერთი ადამიანების ხელით. ამავდროულად ღმერთი ერთდროულად არის საკუთარი თავის მამაც და საკუთარი თავის შვილით. ის მარადიულია, მაგრამ მისი დაბადების აღინიშნება 25 დეკემბერს. ან 7 იანვარს კონფესიის მიხედვით. ის ასევე არის იბრაჰიმის, ანუ აბრაამის შთამომავალი, ანუ ადამიანი და მანვე მოავლინა საკუთარი თავი დედამიწაზე. ცხოვრობდა ადამიანებს შორის და აიძულა ისინი ჩაედინათ მისი ნავმე კვლელობის ცოდვა. რადგან ეს იყო ერთადერთი გზა, რომლითაც მას შეეძლო ადამიანებისათვის ცოდვების მიეტევები. ხო, სხვა გზა ვერ ნახა, თავი მოაკვლევინა თავის ხალხს, ისე ვერ ნახა სხვა. როდესაც ძველ აღთქმაში ძალიან ბევრი მაგალითებია, რომ ეგვიპტე მივეცი შენს გამოსასყიდათო და ღმერთი ცოდვებს ქრისტეს სისხლამდე
და ჯვარცმამდე მიუტევებდა ჩვეულებრივი მომენტია. დავითიც ამბობს, რომ წაშალე ჩემი დანაშაული წოდვისა. შენა მოიყვანა ჩემი სული ჯოჯოხეთიდან. თან ერთხელ კი არა, და ქრისტემ კი არა მოიყვანა, ანუ ეს მრავალი პროცესი არის. როგორც 79 წამოშია, ხო იქ რაოდენჯერმე არის ხორცი ესე ჩემი ქვეყანა ამას შენა უდაბნოს დაუკვდროს. ეს პირდაპირ რეინკარნაციის თემები არის. ამაზე ეკლესია არ ლაპარაკობს, იმიტომ რომ პირველ ქრისტიანობა უარყვეს, ჯვარი გახადა სახელმწიფო რელიგიას და ქრისტიანობის სიმბოლო, როდესაც იყო თევზი. და მე მიწოდებენ ღმერთის უარყოფას და ღვთისმობას, როდესაც ვეუბნები, რომ ეს ბიბლია ჩემთვის მიუღებელი არის. ის კი არა, რომ თქვათ სულ გავწიოთ. არა, თუ არ წაიგითხე და არ შეადარე, ისე ხო ვერაფერს ვერ გაიგე. მაგრამ თომას სახარებას ვაღიარე მე და მიდეთ ხალხი თავაზობთ მეც. ჩემთვის ძვირფას სახარებაა და ნიკოდემოსის სახარება. ამ სახარებას ვყიდინე. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ინფორმაცია და მე ეს მიიღირს ესე, იმიტომ რომ მუშაკი ღირსია, ხა წიგნის გაყიდვა არ არის ვაჭრობა. არც წიგნის მოპარვა არ არის ქურდობა. კარგი, მოკლედ ესე იგი ჩვენ ჩამოყალიბეთ რომ პირველ რიგში მართლმადიდებელი ეკლესია მოსასწორეს და ფსამუნებს და ძველი აღთქმის ღმერთის სახელს ადონაის იმიტომ არ აღიარებს და იმიტომ ეთაკილებად საჯაროდ გააცხადა რომ ალელუია არის განადიდეთ იახვე ებრაულად და მე რო ვეკითხები რატო ამბობ ალელუიას ალბათ ეგრეა საჭირო იმიტომ რომ პირველ რიგში იმიტომ უარყოფს ამას რომ ამის აღიარებით მათ მოუწევთ უარი თქვან იესოს უზენაეს ღმერთობას იესოს უზენაეს ღმერთობას კარგი, ახლა მოკლედ მეორე საკითხი, რაზეც მინდა და თქვენი ყურადღება გამომახვილებინა. ესე იგი, ჩვენ თქვით, რომ მართლმადიდებლური ეკლესია უარყოფს იესო ქრისტეს გარდა სხვა ღმერთის არსებობას, ანუ ღვთისმგებელი არის, უარყოფს, რომ იესო ქრისტეს ყავს თვითონ წარმომგზავნელი ცაბაოთი ღმერთი, ებრაელების ღმერთი. ეს არის აშკარად სახეში შეფურთხება ღმერთის და არის უზენაესი ღმერთის ღვთისმგობა, როდესაც იესო ქრისტეს სვავ იმის ადგილას სადაც არ არის მისი ადგილი. არ არის იქ მამის გვერდით დაჯდა, ხო? თვითონ წამში გიწერიათ და დაჯდა მარჯვენა ღვთისა და მამისა. ორი ქრისტეს ჩვენ არ ვქადაგებთ, ორი ქრისტე არ არის, ერთი ქრისტეა. ხო, ამიტომ მამა და ძე ერთი ღმერთია, ეს არის კონსტანტინე ზერეს. არსად არ ამბობს, დაჟე ევსები კესარიეც არ ამბობს მამას, რომ მამა და ლოგოსი თანამარადებულები არიან. ეგეთი რაღაცა არ იყო, იმიტომ გამოსეს ანტიოქიის კრებაზე მაკროსტიხი და დაიგმო ათანასესა და მარკელოზის ერესი, რომლებიც ამას ამბობდნენ. და შემდგომ კონსტანტინოპოლის კრება მერე გააგზავნა ეს მარკელოზისა და ათანასეს ერესი. ათანასე ალექსანდრიელი დიდი, რომელიც წმინდა მამაა და ესე დატაცებული იყო, პირდაპირ თქვა, რომ გამოსყიდვა არ მოხდა ქრისტეს ჯვარზე, დაღვრილი სისხლით, არამედ გამოსყიდვა მოხდა ქრისტეს დაბადებისას. ესე იგი, ამით პირდაპირ უარყო ქრისტეს გამომწყიდველი სისხლი, რაზეც პავლე მოციქული ამბობს, რომ ჩვენი იესოს სისხლით ავა. სისხლია მნიშვნელოვანი. სისხლის მიერაა მოტევება. სისხლი არ დაღვრილიყო მოტევება არ იქნება. ბატონო ლევან ინტერნეტი ჭედავს, გამოსახულება გაქრა. ეხა გასწავლე. ამ ყველაფერს გააკეთებენ, რომ ჩემი ის ნამანაირად შემიშანო ხედა, მაგრამ არა უშო. ეხა რადგანაც ჩვენ გამოსყიდვის მსხვერპლზე გვაქვს საუბარი, როგორ უყურებ მე ზიარების თემას და როგორ ასწავლიდა ამას, თქვათ, ძველი ქრისტიანული ტრადიცია, სანამ მას მართლმადიდებლობა დაერქმებოდა, მოდი მივყვეთ ებრაული ტრადიციის მიხედვით, რა ერქვა და რა ტრადიციის მიხედვით იყო მსხვერპლშეწირვა. ეს სისხლიანი მსხვერპლშეწირვა და რას ეხებოდა ეს ცხოველის სისხლის მსხვერპლად გაღება ტაძრისთვის. ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლის სისხლის დალევა მოსეს ჯულში იკრძალებოდა. სისხლი არ უნდა დაელიათ, არც უნდა ეჭამათ. სიცოცხლის სიმბოლო იყო ეს სისხლი. პირველ რიგში ეს იყო სიცოცხლის სიმბოლო, მეორე რიგში არ შეიძლებოდა, იმიტომ რომ მიწაზე დაღვრა არ შეიძლებოდა და მესამე იყო მოკვეთა. ადამიანების მოკვეთა, ვინც ამას გააკეთებდა. ესე იგი, ჯულის მიხედვით ყოველი ხორციელის სული მისი სისხლია. ამიტომ მისი ჭამა და დალევა არ შეიძლებოდა. დაკლული ცხოველის სისხლი უნდა დაეცარიელებინათ და წყალებით მიწაზე დაეღვარათ. აი, ბოლომდე კრავის სისხლი დაცლილიყო და მერე უნდა მოხერხავშათ ის ხორცი პასექის ერობაზე და უნდა ეჭამათ. იესო ქრისტე მარტო პური და ღვინო კი არა იყო ხელში. დაკლული კრავის და ცხვარიც შეჭამა. იმ დროს პასექის ერობაზე ეგეთი ტრადიცია იყო და ის სასმისი ერთხელ კი არა იყო და კი არ თქვა რომ ეს სასმისი და ეს ღვინო ჩემი სისხლიაო. ის სასმისი სერობის წინაცა იყო, როცა სუფრა აკურთხა და სერობის შემდეგაც აიღო და დალია. 4 სასმისი ისნეოდა პასექის ერობაზე, შეგიძლიათ გადაამოწმოთ სინაგოგაში და კითხოთ ნებისმიერ ებრაელს, თუ რა ტრადიციით ჩაატარა იესო ქრისტემ პასექის დღესასწაული.
და რა თქმა უნდა იმ დროს ცხვარიც დაიკლა და მოიხარშა და შეჭამს. და არა მარტო ღვინო და პური. ხო, და მესამე ვინც ამ წეს დაარღვევდა, ანუ სისხლიანად შეჭამდა ცხოველის ხორცს და სისხლს შეჭამდა, ის თავისი ხალხიდან მოიკვეთებოდა. ეს იყო ჯვრის ტრადიცია. ამიტომ დღეს თუ მართლმადიდებლობა იძახის, რომ აი ქრისტე იმიტომ დაიკლა, რომ ძველი აღთქმა იყო წინასახე, კრავის წინასახე იყო ქრისტესი, რომ აი უნდა დაკლულიყო კრავი და ის უნდა გვეჭამა, რა თქმა უნდა, ჩვენ სისხლს და ხორცს არ შევჭამთ. ძველი ტრადიციის მიხედვით იკრძალებოდა სისხლის ჭამა. და იესო ქრისტე თავის ტრადიციის წინააღმდეგ არ დავიდოდა და მოციქულებს თავის სისხლს არ შეაჭმევინებდა, არც დაალევინებდა. ასე რომ ეს ინტერპრეტაცია აშკარად ეწინააღმდეგება ძველ აღთქმას შეგნებულად, იმიტომ რომ შეურაცხყოფა მიაყენოს ძველი აღთქმის ღმერთს და გამოიყვანოს იესო უზენაესი ღმერთი. ეს არის მართლმადიდებლური ხრიკი. ბიზანტიის ხრიკი, ეს არის ბიზანტიური სქიზმა. და იუდაიზმი და ქრისტიანობა ამას არ ასწავლებს. ჯერ ერთი ქრისტიანები არ გვერქვა, გზა გვერქვა, ანუ გზა ნიშნავს იმას, რომ მოეტყოდეს რა მიმდევარი, აი ეს არის გზას ნიშნავს. ეს გზა იყო გზაზე დამდგარს ნიშნავს. აი მაგალითად ვისი მიმდევარი ხარ, იეშუა მასიახის, ხო ის იყო მოხეტიალე რაბინი, ფარისეველთა სექტის წევრი იყო და ის ქადაგებდა სინაგოგაში. ის იმ დროს არ არსებობდა მათე, იოანე და ლუკა და მარკოზი, არც პავლეს ეპისტოლეები და საერთოდ მოწაფეებიც კი არ წადნენ ძველ ეპისტოლეებს. იესო უბრალოდ მიდიოდა და ქადაგებდა სასუფევლის სახარება. სასუფევლის სახარება ეს არ არის უბრალოდ მათე, ლუკა, მარკოზი ან რაღაცა იესოს ისტორიები თუ რა მოიმოქმედა ან ვისთან რასასწაული მოახდინა. არა, ეს სახარება არ არის. სახარება ჯერ კიდევ იუდაიზმში ისწავლებოდა როგორც მისტიური სწავლება. სასუფეველის შესახებ ჰაშამაიმ ასეთი სწავლება იყო, ჰილელისა და შამაიმის სკოლა იყო ესეთი სკოლები იყო. ასე რომ იუდაიზმი თუ არ ვიცით და თუ არ ვიცით ის სწავლებები რა სწავლებით იყო, იმ დროს სხვა წერილები არ არსებობდა იესოს დროს და იესო თუ სინაგოგაში შედიოდა ის ვერანაირად ვერ წაიკითხავდა ბერძნულ სეპტუაგინტას, იმიტომ რომ წარმართებთან ისინი გამწყრალები იყვნენ, წინადაცვეთის არ ქონდა უფლება წინადაუცველთთან პური ეჭამა და სინაგოგაში შეიყვანა. ამის გულზე პავლე მოციქულის ცემე კიდევაც, რომ მამით ბერძენი და დედით ებრაელი ტიმოთე წინადაცვიდა ტაძარში. ამის გულზე ცემენ, ჩვენ მოგეხსენებათ ხო ამაზე ვისაუბრეთ პეტრესა და პავლეს დაკებაზე, რომ ეს არ შეიძლებოდა რაც პავლე აკეთებს, ეს ფაქტურად თვალთმაქცობაში ცეთოლება. თვალთმაქცობაში ძდებს ბრალს პეტრეს, როდესაც თვითონაც თვალთმაქცობს. როდესაც აშკარად ღიად უპირისპირდება ძველი აღთქმის მოსეს ჯულს. აბა მაშინ ჩდება კითხვა, თუ მოსეს ჯულს იცავდა პავლე მოციქული და არ ეწინააღმდეგებოდა და ის იყო სგულხურვალი დამცვალი მოსეს თორის, მაშინ რატომ შეითქვენ 40 კაცი მის მოსაკლავად? ხო ჩდება ლოგიკური შეკითხვა. რა თქმა უნდა, პავლე მოციქული არის პიროვნება, რომელიც უკრძალავს, ასე ვთქვათ, ღიად თუ არა შეფარვით მაინც იუდეველებს თავიანთი შვილებს რომ წინადასწრონ. ეს აშკარად ჩანს. მე რომ არ გითხრათ, ჩანს. არის მეორე ვერსიაც, რომ პავლე მოციქული იცავს კიდევაც მოსეს თორას და ადანაშაულის პეტრეს მოსეს თორის დარღვევაში. ხა თემა რო არ გაგვიგზავნა და შორს არ წავიდეთ, მოკლედ ვიტყვი რატო. პეტრე მოციქული როდესაც თვალთმაქცობაში ძდებს ანტიოქიაში რო ჩავიდა, ხო? ბრალს პავლე მოციქული ეს ნიშნავს იმას, რომ ვინც წინა დაიცვეთს, მას მართებს ყოველივე ჩაწერილის, აი ბიბნები რომ წერენ, ყოველივე ჯულში ჩაწერილის შესრულება. თუ იმ ჯულში ჩაწერილი შესრულების, ანუ ვერ შეასრულებს ერთ სიტყვასაც მაინც რაც 613 კანონიდან წერია ჯულში. მაშინ ის არ გვხვდათ მოსეს ჯულს და წინადაცვლებას უხდება, ანუ ის იკვეთება თავის ხალხიდან. ანუ რას ნიშნავს, ნახეთ, ვინც წინადაცვლებას გაიკეთებს, ის ვალდებულია ჯულის შეასრულოს 613-ვე კანონი მოსეს თორს. თუ ერთ კანონს არ გვხვდა არაებრაელთან პურჭა, წინადაცვლასთან პურჭა, შენ ავტომატურად მოსეს დამღვევი ხარ და ხარ წყევლის ქვეშ. რადგანაც დაწერილია 22-ვე თავი მეორე ჯულის 26-ე მუხლია თუ არ ვთქვი. წყეულია ყველა, ვინც ამ წიგნში ჩაწერილ სიტყვებს არ ასრულებს. ასე რომ თუ პავლე მოციქული პეტრეს ადანაშაულებს თვალთმაქცობაში, წინა ლაივში ჩვენ ვისაუბრეთ ამ შეპირისპირებაზე, აშკარად პავლე მოციქული გამოდის მოსეს თორის დამცველი. ჩვენ ამას არ ვარყოფთ, რომ მოსეს თორას არ იცავდა. პირიქით, მოსეს თორის დამცველი იყო გულხურვალე პავლე მოციქული. მაგრამ რაშიც ადანაშაულებს პეტრე მოციქულს, ის თავად ხდება დამღვევი, როდესაც ტიმოთეს არაებრაელს და დედით ებრაელს და მამით ბერძენს წინადაცვლას უტარებს იერუსალიმის ტაძარში. ეხლა გეკითხებით თქვენ. თუ ტრადიციის მიხედვით დედისთან გადადიოდა ებრაელობა შვილზე, მაშინ რატო ცემეს პავლე მოციქული, რატო დაძდევდა მოსაკლავად, თუ მან არ დააღვია
უხეშად მოსეს ჯურის სწავლება. როდესაც წარმართი შეიყვანა ტაძარში და წინა დაწვდა. იმის გამო, რომ მოციქულებმა იერუსალიმის კრებაზე ბრალი წაუყენეს პავლე მოციქულს. შენაო, შენზე გავიგეთ, რომ იუდეველებს ასწავლიო, წარმართებში მცხოვრე იუდეველებს ასწავლიო, არ წინა დაწვითონ შვილებს. ესე იგი, პავლე მოციქულის ეს ჭორები კი არ იყო. პავლე მოციქული მართლა ამას აკეთებდა. განა იქ ჩამოსულ ებრაელებს უშლიდა, რომ აი ის წარმართებს ნუაძალებთო წინა დაწვითასო არა. თვითონ იუდეველებთან მიდიოდა და ამბობდა, რომ წინა დაწვიდა აღარ არის ქრისტეში. ამ თუ წინა დაწვიდას გაიკეთებთ, თქვენ ჯურის ქვეშ ხარ და ვინც ჯურის ქვეშ არის და ჯურით იმართებთ თავს, მოწყდით ქრისტეს და წყევლის ქვეშ ხარ. იმიტომ რომ დაწერილია, ვინც არ ასრულებს და ვინ იყო იქ, ვინც მოსეს თორას ასრულებს. თვითონ გულებიც არ ხო შაბათს და ყველაფერს. მაგრამ უდანაშაულები რჩებოდნენ, იმიტომ რომ გუდელი იყო. ქრისტესაც მაგითო დასდეს ბრალი, რომ შენო შაბათს არ ღვევ, მაგრამ იესომ მილელის სკოლიდან მოუყვანა იქვე, სადაც იქვე უწერიათ, რომ შაბათს სიკეთის ქმნა ნებადართულია. იმიტომ მეკითხება, თუ მე შაბათს ვარ ღვევ, რადგანაც შაბათის ძე ვარ, კაცის ძე, შაბათის უფალიც არის, რატო არ მაქვს მეუფლება, რომ სიკეთე გავაკეთო შაბათს? ვირი რო ჩაგევარდე ჭაში არ მოიყვანთო? და ისინი ვერაფერს ვერ პასუხებდნენ, იმიტომ რომ იცოდნენ, რომ ჰილელის სკოლა ასწავლიდა ამას, ასე შამაის სკოლა საწინააღმდეგო სასწავლი და იყო უამრავი ერესები, თვითონ იუდაიზმის და გაყოფილები იყვნენ და ჭამდნენ ერთმანეთს. 1000 სექტა იყო, გაყოფილები იყო. ძირითადი სექტა იყო ესენიანელები, რომლებიც ღიად უპირისპირდებოდნენ ფარისევლებს და სადუკევლებს. და იყო კიდე ზელოტები. ეგეთი სექტაც იყო იუდაიზმში. და რაც შეეხება არაებრაელს, რომელიც წინადაცვდა გაიკეთა, მაგალითად ტიმოთე, ხო? ტიმოთე იყო ბერძენი და თუ დედით გადადის ებრაელობა, მაშინ პავლე მოციქული აღარ უნდა ეცემათ, იმიტომ რომ ჯურის მიხედვით ის ებრაელი გახდა, ათოცემეს მაშინ. ესე იგი გადადიოდა მამიდან, ბენ იოსიფ იესოზე, ხო? იცოდნენ რომ ბენ იოსიფ არის და არის ებრაელი. ესე იცოდნენ იესოს წარმოშობა გენეალოგიის მიხედვით. ახლა კიდე რა ხდება? ანუ პეტრე მოციქული გადაჯდა არ ჭამდა პურს წინა დაუწოთელებთან, იმიტომ რომ მოსეს თორას ვარ დაერღვია და გადაჯდა და ამას თვალთმაქცობა უწვა პეტრე მოციქულმა და პავლე მოციქულმა და თვითონ პავლე მოციქული არ ღვევს მოსეს ჯურს, ოდესაც არაებრაელს წინა დაწვდას უტანებს. და ესეთი ადამიანი, რომელიც არაებრაელი იყო და ებრაელობა მიიღო, ანუ წინა დაეჯდა, უწოდებენ პროზელიტებს. ანუ ებრაელი შობს ებრაელს, როგორც ფილიპეს ახალებაში წერია და უწოდებენ მას პროზელიტს. პროზელიტებს ებრაელები არ უყურებენ როგორც ებრაელად, არ აღიქვავენ მას თორის პრინციპების ღირსად, ანუ დაჟე თორის განმარტების უფლებასაც არ აძლევენ არაებრაელს. მაგრამ მეორე სკოლა ამბობს, რომ აქვს არაებრაელს თორის მასწავლებელი გახდეს და უქადაგოს წარმართებს. ანუ აი ესეთი ორი დაპირისპირებული ხარი იყო ყოველთვის და დღესაც არის და ყოველთვის იქნება. მთლიანად ახალი ხმა არის ეს ორი დაპირისპირებული მხარე. ერთსაც ამბობენ, მეორეს აკეთებენ, მეორეს აკეთებენ და ერთს ამბობენ და ეს არეული არის. ბოლო-ბოლო ვერ გაიგებ, ვინ არის თვალთმაქცი და ვინ არ არის თვალთმაქცი. მაგრამ აშკარად გამოჩნდა, რომ პავლე მოციქული ხან იცავს მოსეს თორას, ხან აშკარად გამოდის, მაგალითად გალატელების წერილში პირდაპირ იძახის, რომ ვის ვინ ჯურის ქვეშ ხარ, წყევლის ქვეშ ხარ. ხაზი გადაუსვა საერთოდ და იმასაც ამბობდა და იმასაც ბედავს, რომ ქრისტემდეო, მე ვიყავიო სიბნელეშიო და სინაგოგიდან მიხმო ღმერთმა, ანუ დედის საშოდან, ძველი სინაგოგიდან მიხმო ღმერთმაო და გამინათა გონებოდა ყველაფერი რაც კი აქამდე ქრისტემდე ქონდაო ნაგვაწებიდან ნაშრომები და შემეცნებულიო ნაგვად შეურაცხეო. წარმოგიდგენიათ, წმინდა წერისაც ნაგვად მოიხსენიებს. ამიტომ ვეუბნები ხოლმე ხარ, მოსწონ თუ არ მოსწონთ ჩვენ ებრაელებს, რომელიც რა ვიცი, საუკუნეებია ძმობას ქართულები და ებრაელები ძმობას ეფიცებიან ერთმანეთს, მაგრამ საერთო ვერ აქვთ ერთმანეთთან. და თუ იუდაიზმმა მიიღო იესო ქრისტე და აღიარა მესიად, ხო ეს პირდაპირ დარტყმა იქნება მართლმადიდებლობის, იმიტომ რომ მართლმადიდებლობა იესო ქრისტეს გარდა სხვა ღმერთს არ აღიარებს უზენაეს ღმერთად და ეს პირდაპირ შეურაცხყოფა იუდაიზმის. იუდაიზმისთვის ადონაი უფალზე მაღალი არავინ არ არსებობს, ის არის მამა. მაგაზე მაღალი არ არის, იესო არ არის მამა, თვითონ ამბობს, რომ მე ვარ ძე ცოცხალი ღმერთისა, მე ვარ კაცის ძე. კარგი, მოკლედ ახლა გავაგრძელებთ. ანუ იესო ქრისტე პურით და ღვინის სახით, რა თქმა უნდა, თავის სისხლდახურს ვერ აჭყვიდა და რატომ გეტყვით? მელქისედეკის მღვდლობა რომ მოყავთ მართლმადიდებლებს, ეს არის უხეში ტაუტოლოგიური შეცდომა და დამახინჯდება პარალელები მელქისედეკთან. კი, დაწერილია, რომ იესო ქრისტე იქნებოდა მე-13 მღვდელმთავარი მელქისედეკიდან მოყოლებული და ეს არის მეორე წიგნიდან ენოქიდან აღებული, ამიტომ არის ნათქვამი, რომ სამონებში დავიფიცე და არ შევინანებ შეხარ მღვდელი უკუნისა და მელქისედეკის წესით, ღმერთს ფიცი რა სჭირდება, არ სჭირდება ხო ფიცი, რა თქმა უნდა, ესეც მეორე ენოქიდან არის აღებული. მაგრამ ფიცი რას ნიშნავს ეს? ფიცი ნიშნავს იმას, რომ დაწერილი იყო მეორე ენოქის წიგნში, რომ მოვიდოდა მე-13 მღვდელმთავარი, დიდი მღვდელმთავარი, რომელიც იქნებოდა ღვთის სიტყვა.
პირდაპირ ასე არის მითითებული, ჯერ კიდევ მეორე ნოხში. რატომ მოხდა ამ წერილების დამალვა, თუნდაც მაკაბელთა სამივე წიგნის ძველი ებრაული წერილების დამალვა, რადგანაც იქ აშკარად ქრისტეს როგორც კაცის ძირის სახით მოსვლა დედამიწაზე ნაცინასამეთყველად, ხო, მე-13 მღვდელმთავრად. მელქისედეკის წესი და ეს მელქისედეკი, რომელიც იყო მღვდელმთავრად დადგენილი, ის არ წირავდა ცხოველის სისხლის სახით ხორცსა და სისხლს. როდესაც ის წირავდა ცხოველის სისხლს, ეს არ ასმევდა იმ სისხლის ხალხს და არც იმ სისხლს არ აჭმევდა. ეს იყო ტრადიცია. უბრალოდ ცხოველი იწირებოდა სამადლობელ მსხვერპლად, ახსავდნენ სამადლობელ მსხვერპლად უზენაესი ღმერთის ცაბაოთს, ანუ ებრაელთა ღმერთის ცაბაოთს. ეს ტრადიცია ჰქონდათ, ანუ ხარებს კლავდნენ ძირითადად მელქისედეკის დროინდელი ხალხი. ესეთი ტრადიცია იყო. სანამ აბრაამი მოვიდა და სანამ აბრაამიკური რელიგიები წამოვიდა, წინასწარ წამოვიდა და იქამდე იყო მღვდელობა მელქისედეკის წესით. ასე რომ მელქისედეკს არ დვლები ყოლია, არ ტაძრები ქონია, ის იყო დლად დარჩენილი უკუნისანი ღვთისძის მსგავსად. და იესო იყო მე-13 მღვდელმთავარი. აი ესეც გასაგებია. ნუ მოკლედ ახლა სისხლის დალევაზე პავლე მოციქული ამბობს, რომ ჩვენ ერთი სულისგან გვისმავს და ებრაული მისტიციზმის და კაბალის მიხედვით ეს არ ნიშნავს პირდაპირ ადამიანის სისხლის დალევას, რა თქმა უნდა, სულიერი გაგებით და კაბალური ახსნით ვითხრი მოკლედ, რომ სისხლი და სულის დალევა ეს ნიშნავს სულის შესმას, ნიშნავს შეთვისებას და შინაგანის სინათლეს. კაბალაში სულიერი ენერგიის მიღების ორი ფორმა არსებობს. ორი მაკიფი, გარეგანის სინათლე, რომელიც ჯერ კიდევ ვერ დაეტია ადამიანის ჭურჭელი, ანუ კლეი ჩვენი ფორმაში და ორი პნიმი, ანუ შინაგანის სინათლე, ანუ გარეგანის სინათლე და შინაგანის სინათლე, რომელიც ადამიანმა უნდა უკვე აითვისა და თვის არსებად აქცია. აი ამას ნიშნავს სისხლის შესმა, ანუ სულის შესმა. სულიერი თვალსაზრისით. იესო ამას გულისხმობდა ჩემი სისხლის ჭამაში და სმაში. რადგანაც ის იყო ებრაელი რაბინი, როგორც მოგახსენებთ, ხო? რაბუნი ეძახის მარია მაგდალენელი, როდესაც იესო კვეთით აღდგება. ხო, ხუთი სული არსებობს კაბალაში, ეს არის ხუთი დონე აქვს კაბალაში სულს, ეს არის ნეფეში, რომელიც კვდება და ქრება და ეს ყველა ადამიანი, რომელიც იბადება აქვს ნეფეში სული, მაგრამ ეს იმას ანიშნავს, რომ მას აქვს სხვა სული. ის მერე ეძდება. პირველი არის ნეფეში სული, მეორე არის რუახი, მესამე არის ნეშამა უმაღლესი სული და ამაზე მაღალი არის ხაია და იეხიდა. ხუთი სულის დონეა. ანუ ისინი, ვინც ნეფეში სულით არიან, ანუ მაცოცხლებელი სუნთქვის სულით, რომელიც დაბადების პირველ თავში არის, ხო, მისცა მას მაცოცხლებელი სუნთქვა, ეს არის ნეფეში. ესეთი სული გაქრება, ანუ კვდება. ეზეკიეს მე-18 თავის თანახმად. მაგრამ ის სული, რომელიც არის ნეშამა, ანუ უფრო მაღალი დონის, ის სული იცოცხლებს უზენაესთან ერთად მარადიულად. ანუ მარადიული ტანჯვა არ არსებობს, ანუ ჯოჯოხეთი, ანუ ის საბოლოო განშარო არის, ის სულები კვდებიან. რომლებიც ჯოჯოხეთში არის. მოკლედ სისხლის შესმა. ეს არის სულის გარდაქმნა ებრაულ ტრადიციასა და კაბალაში. სისხლი პირდაპირ უკავშირდება სულის ქვედა დონეს, ნეფეშს. რადგან სულის სიცოცხლე სისხლშია, ლევიანთა წიგნის მე-18 თავის 11 მუხლი წერილი. სურვილები, ინსტინქტები და ეგოიზმი, რაც ახასიათებს ამ სულს. მიღების სურვილი, რაცონ ლეკაბელ ებრაულად. კაბალისტურ მეტაფორაში სისხლის შესმა, ან სისხლის სულად გარდაქმნა ნიშნავს ცხოველური ენერგიის ნეფეშის ამაღლებას და განწყობას. არავით არის ფიზიკური სისხლის დალევას, იქ რაღაცა იესოს სისხლის დალევას ამას არ ნიშნავს. ხო, კიდე გრალის თასს რო ეძახია, ვითომ ის ფერდინანდის სისხლით ამოსდა, იოსებ არიმათიელმა ის თასი შეუშვილაო და იქ თასშიო სისხლს ინახავენო. აი ესეთი ლეგენდებიც არსებობს, სხვათა შორის იესო ქრისტეს სისხლთან დაკავშირებით. რომ ვინც იმ სისხლს დალევდა, საუკუნეო ცხოველი და არ მოკვდებოდა. წარმოგიდგენიათ რა დონის ლეგენდებზეა საუბარი. სისხლი წითელი, რაც მიუთითებს გეურას, სეფირაზე, სიმკაცრე, შეზღუდვა და მატერიას. სულის შესმა კი არის ხესედის, ანუ წყალობის და თიფერეთის, ჰარმონიის, სინათლის ჩამოღრა, რომელიც ამ წითელ მკაცრ ენერგიას თეთრად წიწმიდად გარდაქმნის. ხედავ აი სისხლის მეტაფორული ის როგორ არის. კარგი, მოკლედ ახლა მე აღარ გავაგრძელებ ამას. სულის შესმა ეს არის ეგოისტური ცნობიერებიდან უზენაეს ერთიან სულიერ წყაროსთან შერწყმა. აი ამას ნიშნავს სულის შესმა, ანუ სისხლის შესმა. ქრისტე ამას გულისხმობდა და პავლე მოციქულიც ამას გულისხმობდა სისხლის, ანუ სულის შესმაში. და არა ადამიანის დაღვრილი სისხლის. ხო, ფაქტობრივად იესო ქრისტე როდესაც პურს და ღვინოზე ამბობს, ეს ჩემი სისხლი და ესა ჩემი ხორცი, მოციქულები იმას არ მიიღებდნენ, როგორც იესო ქრისტეს ნამდვილ სისხლს და ხორცს. ხო, ეს არავინ არ გაეკარებოდა, არავინ არ შეჭამდა. პირდაპირ გაიგოთ ეს და არა მეტაფორულად. როდესაც აგერ კაბალაც კი არ ამბობს მაგას, რომ ღვინო ქრისტეს სისხლი არის. ეს არის უბრალოდ მეტაფორა და კაბალას და ებრაული მითითის რო თავი დავანებოთ. თვითონ წმინდა მამა კლიმენტი ალექსანდრიელი თავის წიგნში პედაგოგი
ინსტრუქტორ, ესე ქვია ამ წიგნს, პირველ წიგნის მე-6 თავში, აი ესეთ რამეს წერს და წავიკითხავ ხა მე. მონაკვეთ წავიკითხავ ციტატას, რომ ძალიან ბევრი თავები აქვს ამაზე, მაგრამ მოკლედ წავიკითხავ. ამრიგად მრავალი თვალსაზრისით სიტყვა ანუ ლოგოსი ხატონად არის დახასიათებული როგორც საზრდელი, ხორცი, საჭმელი, პური, სისხლი და რძე. უფალი ყოველივე ეს არის იმისათვის, რათა განცხრომა მოგვანიჭოს ჩვენ, რომელებაც ვიწვნეთ იგი. ურავინ ჩათვლის უცნაურად, როდესაც ვამბობთ, რომ უფლის სისხლი ხატონად არის წარმოდგენილი როგორც რძე. წარმოგიდგენიათ? ხატონად არის წარმოდგენილი უფლის სისხლი როგორც რძეო. ღვინო კი არ არისო სისხლი. რძეც არის სისხლი. პავლე მოციქული რძესაც უწოდებს სისხლს. და ნახე რა სამოსო. განა იგივე სისხლი ხატონად არ არის, ხატონად ღვინოთ არ არის წარმოდგენილი, როდესაც წერია დაბადების 59 თავის მე-11 მუხლში. რომელმა ნათქვამია გარეცხოს ღვინითა სამოსეისთვის და სისხლითა ყურძნისაითა შესამოსეისთვის. ყურძენს ხო სისხლი არა აქვს, ეხლა პირდაპირ გავიგე ხა სისხლის დის ყურძენს. ანუ ღვინო ყურძნის სისხლია, ესე არის მოხსენებული მეტაფორულად. ასევე ქრისტეს სულს ეწოდება სისხლი და ასევე ეწოდება რძეც მეტაფორულად. ამას ამბობს კლიმენტი ალექსანდრიელი, წმინდა მამა, ამას ლევან პედრეშვილი არ ამბობს. იგი ამბობს, რომ თვისივე სულით შეამკობს სიტყვის სხეულს, ანუ იესო ამბობს, რომ თვისივე სულით შეამკობს სიტყვის სხეულს, აი რას ამბობს პურზე. პური ის პური კი არ არის, კაცო, სეფისკვერს რო ხარშავენ იქ ბარძიმში, არა. ეს არის პური, რომელიც ეციდან ჩამოვიდა. მარადიულად კი არ ჩამოვიდა. ჩამოვიდა. ეს არ არის ხორცი, მარიამისგან აღებული, არა. ხორცი როდის იყო ზეცაში კიდე რომ ჩამოსული. ეს არის მართლმადიდებლური ერესი, ვის თქვენ ამას გეუბნებათ, რომ პური გარდაარსდება ქრისტეს ხორცად. ეს არის ერესი. არ შეიძლება ამის თქმა. ამას თვითონ მართლმადიდებელი მამები ამბობენ, რომ ეს არ არის, ეს არის უბრალოდ მეტაფორა. ხო, ისევე როგორც უეჭველია თავისი სულით გამოყვება სიტყვისათვის მშიერთ. აი ამას ნიშნავდა, ამას გულისხმობდა იესო პურის ჭამაში. რომ სიტყვისათვის მშიერების გამოყვებას, ანუ აქ სულიერ კონტექსტში არის ნახმარი ეს პური. ხოლო იმას, რომ სისხლი არის სიტყვა, მოწმობს აბელ მართლის სისხლი. ნახე რა სამწმინდა მამა, რომელიც მეუხათევედრებოდა ღმერთს, ვინაიდან სისხლი არასოდეს აღმოთქონდა ხმას, ის სიტყვათ რომ არ ყოფილიყო მიჩნეული ძველახთმაში. ხო, აბელის სისხლი შემოღაღადებსო, ხო, რა სისხლს ხმა აქვს რომ იმეთყოლოს. რა თქმა უნდა, აბელის სისხლიც ლოგოსად არის, ანუ სიტყვათ არის წარმოჩენილი ბიბლიაში, ხატონად, რა თქმა უნდა. რადგან ძველი დროის მართალი კაცი ახალი მართლის ტიპს წინასახეს წარმოადგენს, ხოლო ძველი მეოხის სისხლი ახალი სისხლის ადგილას მეუხებს. და სისხლი, რომელიც არის სიტყვა, ღმერთს ღაღადებს, რამე თუ იგი მიანიშნებდა, რომ სიტყვას უნება ელოდა. ისევე როგორც აბელ მართლის, ხო, ასე მოკლავენ და ასეთი განმეორდებოდა ქრისტეს შემთხვევაშიც. ხო, წინასწარ იყო დაგეგმილი ყველაფერი, ანუ იესო განსაკუთრებით უხსნა მოწაფეებს, რომ აი კაციძეს მოკლავენ და მესამე დღეს უნდა აღდგეს, მაგრამ რატომღაც პატრე მოციქული მიდის და მალქოდაც ხუჩატის ისეთ თქოს არ იცოდა, რომ იესო ქრისტე თავის ნებით მიდიოდა სიკვდილზე. ესეც პარადოქსი, ეს სახალხმისეული პარადოქსი. ეხლა მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო რაზე. კერძოდ, როდესაც მე დავიწყე შესწავლა, მაქვს ეხლა აქ ადიშის 4 თავი, ექვთიმე ათონელის თარგმანი ახალი გამოცემული. ეპისკოპოს მელქისედეკ ხაჩიძეს კურთხევით და მაქვს ძველი საპატრიარქოს ბიბლია, სადაც აშკარად წერია ამერადეთ ერთწუთი. ეხლა წერენ, რომ რიცხვა წიგშიო, მეხუთე თავშიო, ეჭვიანობის ჯულიო, ვინ ჩაამატაო, მეოთხარი მართლმადიდებლებმა მეთქი. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მართლმადიდებლური ეკლესია აშკარად შეუერთყოფას აყენებს მოსეს თორას. ის რაც არ წერია მოსეს თორაში, მართლმადიდებლებმა ეს ჩაამატეს უხეშად. მეხუთე თავი რიცხვა წიგნის ეჭვიანობის ჯულზეა საუბარი. ნუ მოკლედ ეხლა ეს თემიდან არ გადავუხვიო. გავაგრძელოთ ჩვენ რაზე მინდოდა თქვენი ყურადღება გამომახვილებინა. მოკლედ. მე სულ იმას ვიძახი, რომ მართლმადიდებლობა ეს არის ბიზანტიური რომაული სქიზმა, რომელიც ამახინჯებს თვითონ ქრისტიანობის წარმოშობის ისტორიასა და ფესვს აყენებს შეურაცხყოფას. მე არ ვიძახი, რომ ებრაელი ვარ ან იუდეველი ვარ ან იუდაიზმს ვამართლებ ან ყველაფერი კარგი აქვს და რაღაც, არა, უბრალოდ როგორ აღმოჩნდა ეს ტექსტები თორაში, როდესაც თორა ამას არ ეთანხმება. როგორ აღმოჩნდა მართლმადიდებლური განმარტებები, თქვათ, ბიბლიაში,
როდესაც თორა ამას ეწინააღმდეგება, საპირისპიროს ამბობს. Როგორ შეიძლება მაგალითად იესო ქრისტე წავიდეს იმის წინააღმდეგ, რაც თვითონ დააწესა. წვერი გაიკრიჭოს, თმა მოუშვას. ეს ხო აშკარად დარღვევა არის თორის. ასე რომ იესო ქრისტე ვერ წავა იმის წინააღმდეგ, რაც თვითონ დაუწესა მართალ და რჩეულ ხალხს, რომელიც ამოიჩი. არაფერი აღარ ვთქვათ იმაზე, ქრისტე ქართველი იყო, რომ იძახია. მაშინ გადადის ბიბლია კი არა, საერთოდ დაივიწყე რომ მართლმადიდებელი ხარ. არც ერთი მართლმადიდებელი წმინდა მამა არ ამბობს იმას, რომ ქრისტე ქართველი იყო. ჯერ სიტყვა ქრისტეც არ არის ქართული. ბერძნული არ და ებრაულად ნიშნავს მასიახს. კი, გადავამოწმე და თორაში რიცხვთა წიგნის მეხუთე თავში ეჭვენობის ჯულზე არ წერია. მოკლედ, ეხლა მე თქვენი ყურადღება რაზე მინდა გავამახვილებო. რომელია სწორი ფორმა, დაითხოვა თუ უკვე დაითხრია. იესო ქრისტე როდესაც საუბრობს თავის სისხლზე. ეს არის ლუკას ახარების 22 თავის მე-20 მუხლი. შეგიძლია გადაშალოთ და ნახოთ. ამ ბიბლიაში საპატრიარქოს გამოცემა, წინა ლაივშიც მე განახეთ, რომ ეს არის საპატრიარქოს გამოცემა, ილია მეორის ლოცვა-კურთხევი დაბეჭდილი. და წერია ესეთი რაღაც. პასექის სერობის შემდეგ, ანუ ჯერ ხო სერობის წინ აკურთხა სუფრა და პურიკად ეხა და უთხრა გაიყავეთ ერთმანეთს შორისო, მერე უკვე როდესაც დაასრულა ეს სერობა, სერობის შემდეგო ასე წერია მე-20 მუხლში. აგრეთვე სასმისი სერობის შემდეგ აიღო იესომ და თქვა: ეს სასმისი ახალი აღთქმაა ჩემი სისხლის მიერ, რომელიც დაითხოვა თქვენთვის. პირდაპირ ასე წერია: სისხლი, რომელიც დაითხოვა თქვენთვის. აი ამ ბიბლიაში, ახალ ქართულად. ეხლა ნახე რა ხდება. გააჩინა კითხვა, სერიოზული კითხვა გააჩინა რა. თუ სისხლი ღვინის სახით უკვე დაითხრია, მაშინ ჯვარზე დაღვრილი სისხლის გამოსყიდის აუცილებლობა უქმდება. იქ რაღაც საჭიროა, კაცო, აგერ უკვე ღვინოს სისხლად აქცია და დამთავრდა. გამოსყიდა უკვე მომხდარა. არა ჯვარზე დაღვრილი სისხლი. და მე რომ ვიღაც არ შეგვედაოს, და თქვას რომ ეს არ წერია, აგერ ადეში სოთა თავში წერია სულ სხვა რაღაც. ანუ ეს ის კი არ არის რომ აქ ხო წერია რომ სისხლი რომელიც დაითხოვაო, აქ ხო წერია რომ დაითხოვა მომავალში მოხდება. ხოლო აქ წერია ძველ ქართულ ხელნაწერში წერია ლუკას ახარების 22-ის 2-ში რომ ღვინოზე ამოვსიეს რომ ეს სისხლია რომელიც უკვე თქვენთვის დაითხრია. ლუკას ახარება 22 თავის მე-20 მუხლი. ეგრევე სასუმელი შემდგომად სერობისა და თქვა, ესე სასუმელი ახალი რჩული სისხლისა ჩემისაი თქვენთვის დათხეული. ანუ ხა ჩდება კითხვა, დათხეულია სწორი ფორმა აი ამ ძველი სახარების მიხედვით თუ ამ ბიბლიის მიხედვით, რომელიც მომავალში უნდა დაითხრეს. გარდაარსების სწავლება, რომ თქვენ გასწავლიან პური და ღვინო ქრისტეს სისხლად და ხორცად გადაარსდება, რადგან თვითონ იესომ თქვა, ეს არის ტყუილი და გეტყვით ახლა რატო. მართლმადიდებლური ეკლესიის ბრალი ეს არ არის. მე გეტყვით რომ მართლმადიდებლური ეკლესია ამას არ ასწავლის. არც ერთი წმინდა მამა არ ასწავლის რომ პური და ღვინო არის პირდაპირ გაგებით იესო ქრისტეს სისხლი და ხორცი. ვერ მანახებთ ესეთ მოხსა. თუ მანახებთ, მადლობელი ვიქნებით. თუ მანახებთ, მაშინ გამოიძრო კლიმენტი რომელიც ხდება, კლიმენტი ალექსანდრიელი. კარგი, მოკლედ ახლა ნახოთ ისე თქვა მინდა. გარდაარსების სწავლება, რაც ანტიმართლმადიდებლურია და ანტიქრისტიანული არის ბერძნული სქიზმა. შემდგომ დამატებული. მართლმადიდებლობა ხო სამჯერ შეიცვალა. პირველი შეიცვალა მე-10 საუკუნეში, როდესაც დიდი სქიზმა მოხდა, მეორე შეიცვალა მე-16 საუკუნეებში და ბოლოს მე-18 საუკუნეებში პატრიარქი ნიკონი რომ მოვიდა, სვაურდაურია ერთმანეთში ყველაფერი. ბიჯვის წერაც კი შეცვალა. და მამა ღმერთის ხატები რაც იყო საბაოთ ღმერთის სახელები, ისინი გააქრეს მოსპეს. არის შემორჩენილი მე-18 საუკუნის საბაოთ უფლის ხატები. ხო, მოკლედ გარდაარსების სწავლება არის ბერძნული სქიზმა. პურზე, რომელზეც იესო საუბრობს, ის არ არის ფსეფისკველი, რომელიც გარდაარსდება მის ხორცად. ეს არის ერესი. ეს მისტიკაც აღარ არის, რადგან იესო რომელ პურზეც საუბრობს, ეს არაა ზეციური მანანას მსგავსი საჭმელი, რომელიც ჭამებს მათმა მამამმა და დაიღუპნენ როგორც იესო ამის. არამედ ეს არის პური, რომელიც ზეციდან ჩამოვიდა. იოანეს ახარების
მე-6 თავის 58 მუხში ამბობს იესო ქრისტე ამ პურზე. ეს პური არ არის ისეთი რომ ჭამოო და გადაყლაპო და უკიდან გახვიდეო, არა. როგორ ახლა ღმერთის სისხლი და ხორცი ჭამე, კუჭმა გადამუშავა და განავალში გავიდა, ასეთი შეურაცხყოფა როგორ უნდა მივაყენოთ ჩვენ ღმერთს. თუ იესო ამ პურს და ღუნოში თავის სხეულს გულისხმობს, ხო? კუჭში უნდა ჩაუშვა და განავალში გაუშვა, როგორც იესო პირიდან ჩამავალი შედის კუჭში და უკან გადისო, ხო? ეგ კი არ ბილწევს რაც პირიდან ჩადის, არამედ პირიდან ამომავალიო. ასე რომ პირიდან ჩასული საჭმელი და რომელიც უკან გადის, როგორ შეიძლება ეს ქრისტეს სისხლი და ხორცი ვიგულისხმოთ, რომ ჩვენ ამას კუჭში ვამუშავებთ. არა, რა თქმა უნდა. იესო ამბობს, რომ ეს არის პური, რომელიც ზეციდან ჩამოვიდა და არა მარადიულად ჩამოვიდა. დააკვირდით კონტექსტს რას ამბობს. ჩამოვიდა. ეს ერთგზის მოხდა. ის ჩამოვიდა, იქ არავინ არ დარჩენილა. მამამ გამოაგზავნა. ჩამოვიდა. და მარადიულად არ ჩამოდის. იესო საუბრობს ხორცზე, ანუ ლოგოსზე, სიტყვაზე, რომელიც ზეციდან ჩამოვიდა და არა სეფისკვერზე, რომელიც წირვის მერე გარდაარსდება მის მატერიალურ ხორცად. რადგან თუ ეს ასეა, მაშინ იესო ვერ იტყოდა თავის ფიზიკურ სხეულზე ზეციდან ჩამოვიდაო. როდის იყო იესო ხორცის ზეცაში ეს რომ ეთქვა პურზე, როგორც თავის სხეულზე ზეციდან ჩამოვიდაო? რა თქმა უნდა, ხორცის არ ყოფილა ზეცაში ეს სიტყვა რომ ეთქვა. მაშინ გამოდის იესო ტყუის, ხო? მართლმადიდებლებს თავი დავანებოთ. მამავების და იმ არსების, გარდაარსების სწავლებით, რაც არის აშკარად ერესი და სქიზმა, აშკარად გამოყავთ იესო მატყუარა. იმიტომ რომ იესო ამბობს, რომ ეს ის პური კი არ არის, რომელიც ხორცია ჩემი, მატერიალური მარიამის განშობილი. არამედ ეს პური არის ის ხორცი, რომელიც ზეციდან ჩამოდის. და ჩამოვიდა. და რა მარადიულად ჩამოდის. ჩამოვიდა. და ეს არ არის მატერია. მატერიას ამას ვერ იგულისხმობდა იესო ქრისტე. იმიტომ რომ თვითონ ამბობს, არავინ ასულა ზეცად, გარდა ციდან ჩამოსული კაცის ძის. აი კაცის ძე ვინ არის? აი ხორცი, კაცის ძის ხორცი ჭამეთო, ხო? კაცის ძის ხორცი ვინც არ შეჭავს და არ დალევსო, ხო? სისხლი და ხორცსა. კაცის ძის სისხლი და ხორცი ის არ არის მატერია. ის ძის შექმნამდე არსებობდა სხვა ფორმაში. და სხვა ჭამა იგულისხმება ის. იმას სიკვდილი არ ეხება. ის არის ყოვლის მართველი კაცის ძე, სულთა უფლისწინაშე. ამიტომ გააკრეს ენოქის წიგნი, რომ იქ არის მოხსენებული კაცის ძის ვინაობა. და ეს არ არის მარიამის წინაშობილი მატერიალური ფიზიკური სხეული, რომელიც კვდება. აუცილებლად იესოს სხეული სიკვდილის განიცდიდა, იმიტომ რომ ეს არ იყო ის, რომელიც ზეციდან ჩამოვიდა. ეს არ არის ის ხორცი, რომელიც ზეციდან ჩამოდის. და ჩამოვიდა. გასაგებად გავთქვი, ხო? ხო, გავაგრძელოთ, ესე იგი. როდის იყო იესო ზეცაში ხორცით, ეს რომ ეთქვა პურზე, როგორც თავის სხეულზე, რომ ზეციდან ჩამოვიდაო. არასოდეს. ასე რომ გამოდის, რომ ან ღვთლები იტყუილებიან და გარდაარსების სწავლება შეცდომა, ან თვითონ იესო იტყუილება. რა თქმა უნდა, იესო ქრისტე ვერ მოიტყუილებოდა. ის ამბობს სიმართლეს და ვისაც ყური აქვს სასმელად გაიგებს. მაგრამ ვისაც არ უნდა ამის გაგება, რა თქმა უნდა, მართლმადიდებლობასაც შეცვლის და წმინდა მამებსაც მიაყენებს შეურაცხყოფას. იმისთვის სულ ერთია. დიჟბი ის ასწავლოს, რაც დაავალეს. ან ეს მის საერთოდ რაც დაავალეს, მაგასაც არ ესმით. იმიტომ დღეს ქრისტიანობა არ ასწავლის იმას, რასაც იესო ლაპარაკობდა. ქრისტიანობა იესოს მიმდევრობა დღეს არ არის. აი ეს არის პრობლემა. არც ერთი ეკლესია, ეხლა ვერ ვიტყვი კათოლიკურ ეკლესიაზე, იმიტომ რომ კათოლიკური ეკლესია უფრო მეტად იცავს. ხელს არ ვაფარებ, მაგრამ კათოლიკური ეკლესია უფრო მეტად იცავს პეტრეს დადგენილებას, ამას თვითონ მართლმადიდებელი მამა ამბობს, მაგალითად იოანე დაწმინდელი, ხო, ექვთიმე და იოანე დაწმინდელები პირდაპირ ამბობენ, რომ დღემდე ხორომნი არიან ძველ ჯურზე, რაც პეტრემ დაუტოვა და არ გადაუხვევიათ. არც მარცხნივ, არც მარჯვნივ. დღემდე მიყვებიან იმ ხორომთა სწავლებას. და არც ერთ გადახვევა, ლიტურგიკული გადახვევა არა, თუნდაც ზიარების თემაში. დღემდე უმფრუნოდ ეზიარებიან. იმ ტრადიციით, რაც პეტრე მოციქულმა ასწავლა მათ და არის საღამო ჟამს წირვა. 6-ის მერე უკვე იწყება წირვა. როგორი ტრადიციისად იესო ქრისტემ აღასრულა პასექის საღამო. გასახსენებლე და არა ის რომ ვიღაცა სისხლს და ხორცს სვავს იქ და ჭამს რაღაცა სადიზმი არ არის იქ სადიზმი. ნუ ეხლა მე არაფერს არ გიმტკიცებ, შეგიძლია ჩემი სიტყვები დაიჯეროთ, შეგიძლია არ დაიჯეროთ, უბრალოდ თქვენ მოусმინეთ თვითონ იესო რას ამბობს ამ ხორცზე. ეს არის ხორცი ჩემი, რომელიც ზეციდან ჩამოვიდა. არავინ გაცნოთ პუჭი სიტყვით ამოს მოციქული. ამიტომ გაუნებოდნენ მოციქული პავლე და პეტრე გვარიგებენ, ბოლო ჯამს აღდგებიან ცრუ მოძმეები, ცრუ მოძღვარნი და ბევრი თავისი ტკბილი სიტყვებით მრავალს ასთუნებენ და გადაიბირებენ. და თავიანთ იმას აღვირახსნებობა დაფარონ, ხო, რაღაცა ცოდვა ჩაგადეიმებენ, მე თვითონაც ჩაიდენენ და ერთმანეთი არ გავთქვათ, ერთმანეთს ხელს აფარებენ, რომ აი შენ ხო იმ ცოდვაში იყავ, მოდი ჩუმად იყავი, ჩვენ არ გვებრძოლო და აი, თორე გაგისაჯაროებ და რაღაც ესეთი გარიგების სტილშია თუ რა არის, არ ვიცი ეს ახსარების საიდუმლოს რას იძახი, ყველაფერი საიდუმლო გახადეს. ნუ კაი თავი დავანებოთ, თავში გავუხლიათ, მაგრამ
ცოდვაში რომ მეკაჩები და ცოდვისკენ რომ მიბიძგებ და მის რომ მეკაჩები რომ არავუშავლა ლევან კაცო ჩვენ ყველანი ვწდებით და ცოდვილებად აგე მოციქული წდებოდა აგე თვალთმაქცი ყოფილა პეტრე ეს არ არის ქრისტიანული სწავლება ამიტომ ვიძახე მე ამიტომ არ ვარ მართლმადიდებელი რატომ არ ვარ მართლმადიდებელი აი ამიტომ არ ვარ მართლმადიდებელი და ვასახელებ კიდევაც ჩემს სათქმელს და საფუძველს ასევე პავლე მოციქული ჩვენს სხეულებს უწოდებს საფუარს პირველი კორინთელების მე-5 მე-7 მოხში ასკარად ამბობს რომ ჩვენი სხეულები არის საფუარი ანუ ძველი კაცი იყო ძველი საფუარი და პირდაპირ გაგებით ადამიანის სხეული პურისგან ხო არ შედგება არა ასე რომ გავიგოთ ან თუნდაც ის რომ ლუკას სახარებაში 22 მე-20 მოხში იესო ამბობს რომ ეს არის სასმისი ახალი აღთქმისა ხო ანუ სასმისი ამბობს რომ ეს არის ახალი აღთქმაო პირდაპირ გაგებით რომ გავიგოთ ახლა იესო ამ სასმისი ამბობდა რომ ეს არის ეს სასმისი ანუ ბარძიმიას რაც არის თასი არის ახალი აღთქმა ეს ნივთია ახალი აღთქმა იესო ამას გულისხმობდა თან ჩემი სისხლის მიერ რომელიც თქვენთვის დაითხევა მომავალში ვაქცერია ახალ ქართულად და ძველ ქართულში ადეშსუთხეში წერია უკვე დათხეული ასე რომ სეფისკვერების ღვინოში არევითა და ბარძიმში მოხარშვით დუღარე წყლის დასხმა იგივე მოხარშვა აბა რა არის კი არ ხდება გარდაარსება სისხლად და ხორცად იესო ქრისტეს არამედ სწავლების მიღებით ანუ ჭამით ჩემი ჭამა ჩემი ქადაგებაო ჩემი ნათლია იძახდა ხოლმე მამას როგორად ჭულხაც ჩემი ჭამა ჩემი ქადაგებაო იუდაც ეზიარა მაგრამ წარწმუნდა თქვენ მოგეხსენებათ იუდა აზიარა ვინ ჩემთან ერთად ჩაწობს ხო წერია და ზოგან წერია რომ ვისაც რასით ჩავაწობ და ვისაც ვაჭმევ და ზოგან წერია ჩემთან ერთად ვინ ჩააწობს და სხვა სახარებაში წერია რომ რომ ჩავაწებ და ვისაც მივცემ ის არის ანუ იქ მოქმედი მეორე პიროვნება არ არის ვინც იესოს ეციდება არამედ იესოს მიერ ჩაწებულ უკმას იღებს და არის მეორე ვერსია რომელიც ამბობს ნახარებელი რომ ორივე ერთად ჩემთან ერთად ჩააწობს და ამას ეუბნება ფარულად იოანეს თუ არ ვწდები ხო ესე არის სახარებაში შეგიძლიათ თქვენ მოძებნოთ ეგ პასაჟები იუდას ზიარებასთან დაკავშირებით არის პროტესტანტული ფთა რომელიც იძახის რომ იუდა არ ეზიარა მაგრამ ლუკას სახარებაში ашკარად ჩანს რომ იუდა უკვე ნაზიარებელი იყო რომ გავიდა გარეთ ეს პროცესი უკვე დასრულებული იყო და მან მიიღო უკვე ლუკმა ნაზიარები სადგანაც იქ 12-ვეს უთხრა სერობის დაწყების წინ მიიღეთ და გაიყავით ერთმანეთს შორის და შემდგომ ეუბნება უკვე რომ ერთ-ერთი თქვენგანი არის გამცემი აქზის ჩემს უფრაზე ზის ერთ-ერთი გამცემი უკვე ნაზიარებელს ეუბნება და როდესაც ის ლუკმა აჭამა იესომ იუდას მაშინ შევიდა ეშმაკი და უთხრა დროზე გააკეთე რასაც აკეთებ ეს ашკარად ჩანს რომ ზიარების შემდგომ როდესაც ლუკმა მიიღო მაშინ შევიდა ეშმაკი და ეშმაკმა გააკეთებინა ის რაც გააკეთა შემდგომ იუდამ და შემდგომ თავის კი მოიკლა კარგი მოკლედ ესე იგი რის თქმა მინდოდა თუ იესოს სიტყვების მიხედვით ჩემი პურის ჭამელი რომელიც ძესიდან ჩამოვიდა საუკუნოდ არ იხილავს სიკვდილს და არ წარწყდება მაშინ ჩვენ ვიცით რომ იუდა ეზიარა და წარწყდა გამოდის ან იესო იტყუილდება ამ შემთხვევაში ან ის მომენტი რასაც იუდაზე ამბობენ არის ტყუილი ან იესო იტყუილება ან იუდა არის იუდას ისტორია არის ლეგენდა შეთხზილი ამბავი რატო ეხა იმიტომ რომ თუ იესო იძახის ამ პურის ჭამელი ამ სეფისკვერზე იძახის ან პურზე მაცაზე იძახის რომ ეს ჭამელი საუკუნოდ იცოცხლებს რატო ვერ იცოცხლა იუდამ იესო მოიტყვა თუ რა ხდება მithumetes თუ რომ ლიტურგიკულ ტრადიციაში ქრისტეს სისხლით ზედაც მოიხსენიება და არა მარტო ღვინო სულ თავიდან იყო სამი ლიტურგიკული წესი ეს იყო ურწყოი ანუ ბარძიმში წყალს დუღარე წყალს არ ასხავდნენ მეორე იყო უსისხლოი ანუ არანაირი სისხლად და მსხვერპლად შეწირვა და იესო ქრისტეს სისხლად გარდაარსება ეგეთი სწავლება მოციქულთა დროს არ იყო ამიტომ ეწოდებოდა უსისხლოი ბასილი პრესვიტერის წირვაზე ხოთაშორის ბასილიდის წირვაზე იყო ეს უსისხლოი და მესამე იყო უმფურნოი ანუ სეფისკვერებს არ ხარშავდნენ ბარძიმში არ ურევდნენ უმფურნო ნიშნავს ებრაული ტრადიციით გამოწვარ ხმიადებს აი მაგალითად ძველ აღთქმაში დაბადების მე-16 თავში აბრაამს როცა შეხვდება სამი ანგელოზის სახით უფალი იქ ორი მათგანი ანგელოზი იყო და ერთი იყო იესო ქრისტე ხო მამა ღმერთი არ მოსულა აბრაამთან ამას წმინდა მამაც ასწავლის ნუ მოკლედ აბრაამი დაავალებს არას რომ გამოაცხადოს ყურბეული აი ეს ყურბეული არის უმფურნო ამას ამით ეზიარებოდნენ იმ დროს ებრაელები ტრადიცია იყო ეს პურის სტუმრისთვის გატეხა ეს იყო მელქისედეკის წესითაც პურის და ღვინო იმ პურს ერქვა ყურბეული ძველ ქართულად ესე იგი ჩვენ თქვით ეს იყო ურწყოი ანუ წყალს არ ასხავდნენ ბარძიმში უსისხლოი იყო ანუ არ შეიწირებოდა ქრისტეს მსხვერპლის სისხლად არ გადაარსდებოდა ანუ უსისხლო მსხვერპლი იყო სამადლობელი და მესამე იყო უმფურნო ანუ სეფისკვერებს არ არიგებდნენ იქ ეს იყო ყურბეული ხმიადი ანუ უმფურნო ერქვა
სად წავიდა ესწავლება, ხა კითხვა შედება. ნუ მოკლედ ჩვენ თქვით რომ ათანასე დიდი ალექსანდრიელი ამბობდა რომ ქრისტეს გამოსყიდული სისხლით, ჯვარზე დაღული სისხლით არ მოხდა გამოსყიდვა, არამედ ქრისტეს ქვეყნად მოვლენებით, ანუ განკაცებით მოხდა გამოსყიდვა უკვე ადამიანის სხეულის, ადამიანის ცოდვის, მაგრამ ესე იგი ჩვენ ამით მივდივართ იქამდე რომ თუ ჯვარცმამდე გარდაარსება მოხდა და ღვინოზე ქრისტემ სისხლად გარდააქცია თავისი ღვინო, რომელსაც სვავდნენ, გამოდის რომ ჯვარცმამდე ქრისტეს სისხლით უკვე დაითხია ღვინის სახით. ამ მაშინ ჯვარზე დაღული სისხლით გამოსყიდვით აუცილებლობა უხდება. ანუ იესო დაღულდა თუ არა ჯვარზე სისხლს, ამას მნიშვნელობა აღარ ენიჭება, თუ სერობაზე, რომელსაც ზიარებას უწოდებენ მამაოები, უკვე ღვინოს სისხლად გარდაარსდა. მე მგონი ეს გასაგებად ჩამოაყალიბა ეხლა ვიღაცას რომ გაუჭირდეს ამის ახმა, ხო არ არის ძალიან რთულიო ამის ახმა გაუჭირდეს ვიღაც. ეხლა მინდა თქვენი ყურადღება რაზე გავამახვილოთ. ანუ იესო ქრისტე რომ არ არის უზენაესი ღმერთი და ამას ლევან პეტრიაშვილი არ იგონებს. ამას თვითონ იესო ადასტურებს თავის ნათქვამში, რომელსაც მამაოების და არცმრევლი ასე თავს არ იტკიებენ და არ უღმავდებიან. თუ რაზე საუბრობს იესო ქრისტე და ვისზე ეუბნება სამარიტელ ქალს იაკობის ჭასთან, რომ ჩვენ და იუდეველებმა ვიცითო, ვისაც ვცემთ თაყვანსო. ვის ცემდა იესო ქრისტე თაყვანს? ეს საინტერესო პასაჟია, რასაც არც ერთი ქრისტიანი ამას არ აკვირდება. იაკობის ჭასთან, სამარიტელი ქალთან საუბარი არ აკვირდება ამას, იმიტომ რომ იუდეველს აკრძალული ქონდა არაებრაელთან და სამარიტელთან არა მარტო პურის ჭამა, არამედ საუბარიც კი, მისალმებაც აკრძალული ქონდა. და იესო ქრისტე თამამად მიდის და თამამად ესაუბრება, ამიტომ გაუკვირდებათ მოციქულებს, როგორ შეიძლება როგორ თამამად ლაპარაკობსო სამარიტელ ქალთან. განა ის რომ რაღაც ეჭვი შეეპარა თვითონ სხვა თვალით უყურებენ ქალს. რუსული თვალით არა, უბრალოდ გაუკვირდეთ რომ ებრაულ ტრადიციას იესო არ ღოს, არადა ტრადიცია მოითხოვს რომ შენ სამარიტელებთან არ მიხვიდეთ. ამიტომ ეუბნება მათეს სახარებაში კონკრეტულად იესო ქრისტე რომ მე ისრაელის დაღუპული ცხოვრებისთვის მოვედი, სხვას როდიო. იმ სხვაში რა თქმა უნდა არაებრაელი გულისხმება, ამ სამარიტელი ჩედეს. და სამარიტელებთან იესო მიდის შემდეგ და ასე ასურფინიკიელ ქალსაც რომ განკურნა ძაღლი უწოდა, ხო, ეს მარტოქელის სახარებაში. როგორც მახას ოღურაშვილი ამბობს, იარლიყი მოვიდა იესოსო, არ უნდა ეთქვა ესეთ რაღაცა. ნუ ეს ფაქტობრივად ადამიანური დაწერილია, რომ მეუბნებიან ხა ნიკოდემოს სახარება ადამიანურია, ოთხთავის ადამიანურია ეს. შემდეგ დაწერეს ადამიანებმა და მიაწერეს მათეს, მარკოს თორე არც მათეს და არც მარკოს და არც ლუკას ეს სახარებები პირადად არ დაუწერიათ. ანუ ეს სახარებები თვით ხილველებს არ დაუწერიათ. როგორ შეიძლება გაქცეულმა კაცებმა გაიგონ რა თქვა იესომ ჯვარზე სიტყვები. როგორ შეიძლება ვინმე გაიგო იესომ რა თქვა ჯვარზე. მით უმეტეს მარკოზე არ იყო იქა და ლუკა კიდე საერთოდ არ იცნობდა ქრისტეს. პავლეს ექიმი იყო. მათეს რო არაფერი აღავდა, მათე გაქცეული იყო, მებაჟე იყო, ხო? პეტრე რა, პეტრემ გაყიდა სამჯერ უარყო, ხო? კარგი, მოკლედ. დავიწყებ ახლა იმაზე საუბარს. თუ იესო ქრისტე რატომ არ არის უზენაესი ღმერთი და სადამობს ამას სახარებაში. იესომ იუდაზე თქვა, ჩემს სიტყვას ეზიარ და ჩემს ცოდნას სხვასაც მისცემა. ხდებით ამხელას სიბრძნე იმალება ამ სიტყვებში. კარგი, მოკლედ ახლა მე ნელა მიყვები ამას და თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო იოანეს სახარებას. არა, სწორი პირიქით იესო არ არღვევს, იესო ცოდვილებთან მიდის. ცოდვა დაამარცხა იესომ. როგორ არ არღვევს ებრაული ტრადიციის მიხედვით, არაებრაელთან პურის ჭამა იქცელებოდა. აბა პავლე მოციქული ათვა დანაშაულის პეტრეში თვალთმაქცობაში. რა არ არღვევს. ცოდვილებთან რომ მიდის, ის ცოდვილები ებრაელები არის. არაებრაელთან იესო ქრისტე არ ჯდებოდა. მანახეთ ტექსტის სახარება, სადაც არაებრაელთან პურს ჭამს იესო. მაშინ გამოდის თორის დამღები გამოდის. რაშიც პავლე მოციქული აშკარად ადანაშაულის პეტრე მოციქულს. თვალთმაქცი ყოფილა მაშინ ეგ თქვენი ებრაელი ღმერთი ქრისტე. კარგი, მოკლედ ახლა სადამობს იესო ქრისტე რომ ის არ არის უზენაესი ღმერთი და მართლმადიდებლობა არის ბიზანტიური ერის. ამას თქვენ თვითონ იესოს სიტყვები დაგიპირისპირებთ და დაგიმტკიცებთ. პირველი იოანეს სახარების მე-6 თავის 36 მუხლი. ის ამბობს: მაგრამ აქ გითხარით რომ მიხილეთ და არ მიწამეთ. დაბნეული ვიყავი, რადგან თუ იესო არის უზენაესი ღმერთი, მაშინ რატომ ამბობს ბიბლია რომ ღმერთი არავის არასოდეს უხილავს? და არც ძალუც იხილოს. თუმცა ჩვენ ვიცით რომ იესო ნანახი ყავდათ.
იესო ქრისტე ებრაელი არის. წინადაცველი და ამბობს, ხსნა იუდეველთაგან არის. სამარეთელთან საუბრისას ამბობს. ხსნა იუდეველთაგან არის. იყო წინადაცველი ებრაელი, ეგ შენი ქრისტე. ეხა გაიგე ჩემგან კაცო. ხო. აი სად უარყოფს იესო ქრისტე. რომ ის არის უზენაესი ღმერთი. აგე გითხარით რომ მიხილეთ და მიწამეთ და არ მიწამეთ. და თვითონი ამბობს რომ მამა არავის უნახავს და ჩვენ ვიცით რომ მამა უხილავია. ანუ იესო ქრისტე რაღაც დაბნეულად საუბრობს. კიდევ ერთი შეკითხვა. მქონდა მარკოვის სახარების მე-13 თავის 32 მუხლიდან, სადაც რაბი იეშუა, ეს ხო ებრაელი რაბი იყო, იეშუა სინაგოგაში გადაგებდა სასופეულის სახარებას. მეგობრებო, თქვენთვის ამცალია რა. თუ გინდათ მოусმინეთ, იყავით ჩემთან ერთად. თუ რაღაც არ მოგწონთ, ესეთ კითხვას ნუმისლოთ რა. მუსლიმანი ვარ და ღვთისმშობლის ხატი მაქვს აქა? თორე დაფიქრდით, ვის წერ და ვის ჯგუფში ხარ და რას უსმენთ, ხო? თუ არ მოგწონდა რაღაცები, ბევრი არის, ვისაც მოგწონთ იმათ მოусმინოთ. მე არ მაქვს პრობლემა. უბრალოდ ხელი მეშლება, როდესაც რაღაცა შეკითხვებზე უკავცე პასუხი. მე არა ვარ მართლმადიდებელი და არც მუსლიმანი არა ვარ. მე ვარ ბიბლიის კრიტიკოსი. ალბათ გასაგები არის, ხო? კრიტიკოსი არ არის ვალდებული რაღაცის წიგნის წამდეს. იესო თქვა მუჰამედზე, თუ თქვენ არ იწამებთ მოვამწყემსიო და ის დამწყემსავს უზენაესი ღვთისძეა იესო. იესო თქვა მუჰამედზე, თუ თქვენ არ იწამებთო მოვამწყემსიო და ის დამწყემსავსო. ეგ სადაც თქვა იესოს სახარებაში არსად არ საუბრობს მაგ მუჰამედზე. კაი, მოკლედ ახლა გავაგრძელოთ ჩვენი საუბრები, თემას არ ავწევთ. მარკოვის სახარების მე-13 თავის 32 მუხლში, სადაც იესო ამბობს, ხოლო იმ დღისა და საათის არავინ იცის, არც ანგელოზებმა, წეცაში არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ. ხოლო იოანეს პირველი წერილის მე-3 თავის მე-20 მუხლში კი წერია, რადგან თუ ჩვენი გული გვდებს მსჯავრს, ღმერთი ჩვენს გულზე დიდია და იცის ყოველივე. როგორც ჩანს, თუ იესო უზენაესი ღმერთია, მაშინ რატომ არ იცის მათ ყოველივე? ისე როგორც ბიბლიის თქმით, ღმერთმა იცის ყოველივე. განათაყვანს ვცემდით ისეთ ღმერთს, რომელმაც სინამდვილეში ყოველივე არ იცის? მით უმეტეს მეორე მოსვლის ჟამი? მარკოვის სახარების მე-5 თავის 29-33 მუხლებში იესოა მართლაც არ იცის, ვინ შეეხო მის სამოსელს და ირგვლივ იყურება ამ ადამიანის საპოვნელად. მაშინ შეუჩერდა სისხლის დენა, ეხლა წავიკითხავთ ამ ტექსტს. მაშინ შეუჩერდა სისხლის დენა იმ ქალს და იგრძნო სხეულით, რომ განიკუნა სენისგან. იესოამაც იმ წამსვე იგრძნო საკუთარ თავში, რომ ძალა გამოვიდა მისგან, მიბრუნდა ხალხში და თქვა, ვინ შეეხო ჩემს სამოსელს? მოწაფემა კი უთხრეს, ხედავ, ხალხი ზედ გაწყდება და ამბობ, ვინ შემეხო? ის კი ირგვლივ იმზირებოდა, რათა დაინახა თუ ვინ ქნა ეს. თუ იცოდა ეს ყველაფერი თვალთ მაგცობს, რომ ეძებდა, აბა ვინ არის, ვინ შემეხო? ხო ამბობთ რომ იცოდა. კი მომწონს გაიხარეთ, ოღონდ ნუ აძაგებთ მოიცადე კავშირი ნებიავდამც. ნუ აძაგებთ ადამიანის მით იესოს. არა მე რას ვაძაგებ კაცო, თვითონ სახარებაში რასაც იესო ამბობს, იმას ვციტიდებ, არაფერს არ ვამატებ. ანუ ჩემს ინტერპრეტაციას მე არ ვუკეთებ, მე უბრალოდ კითხვებს ვამბობ. თანაჩენი ახლა მსმენელმა გაიაზროს მე რას ვლაპარაკობ. მე არა ვარ შემფასების როლში, მე არ ვაფასებ ამას, გამიგე? მე ვერავის წმენას და ვერავის აზრებს მე ვერ შევაფასებ და არც ხარ ვალდებული რომ ყველაფერში დამეთანხმდე. მე უბრალოდ ვსაუბრობ, გინდა მიიღეთ, გინდა არ მიიღოთ. მუჰამედზე თქვა მწყემსის სახელით. ხო, კაი გავაგრძელებთ, ახლა მე გადავხედოთ მაგ კომენტარებს. გავაგრძელებთ და მალე დავასრულებ. გამიგზავნა ისეთ საუბარი, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა თქვა, რატომ არ არის იესო ქრისტე უზენაესი ღმერთი? და სადამოვა თავის პირით რომ არ არის ის უზენაესი ღმერთი. ხო, მოწაფემა კი უთხრეს, ხედავ ხალხი ზედ გაწყდება და ამბობ ვინ შემეხო, ის კი ირგვლივ იმზირებოდა, რათა დაინახა თუ ვინ იქნა ეს. ხოლო დედაკაცი შეშინებული და კანკალებული, რა კი იცოდა, რა დაემართა, მივიდა დაეცა მის წინაშე და მთელი სიმართლე უთხრა მას. გამოცხადების მე-5 თავის მე-19 მუხლში ნათქვამია. გალოდნენ ახალ საგალობელს და ამბობდნენ, ღირსი ხარ გრაგნელის აღების და ბეჭდის ახსნისა, რადგანაც დაკლული იქმენ და შენი სახელით გამოგვისყიდე ღმერთისათვის ყოველი ტომისა და ენის, ერისა და ხალხისაგან, რათა მეფეება და ჩვენი ღმერთის მგლებად გექციეთ და მივიმეფებთ დედამიწას. ასევე იმავე თავში მე-14 მუხლში წერია, ხოლო 4 ცხოველი ამბობდა, ამენ, 24 ხუცესი კი დაემხოდა თაყვანის ცად, ცოცხალს უკუნითი უკუნისამი. იმავე თავში ნათქვამია, რომ ღმერთი ცოცხლობს უკუნითი უკუნისამი. დამავდროულად ამბობს, რომ კრავი დაკლული იქნა. შეიძლება ღმერთი, რომელიც არასოდეს კვდება, არამედ იყო, არის და იქნება, ოდესმე მოკვდეს?
წამს იმ ღმერთის, რომელსაც ჭეშმარიტად შეუძლია სიკვდილი, მართლაც მოკვდა კრავი ჩვენი გამოსყიდისთვის. თუ კრავი არის უზენაესი ღმერთი, რომელიც არასოდეს კვდება და ცოცხლობს უკუნითიკუნისამდე, რა თქმა უნდა არა. მე უბრალოდ კითხვებს ვამბობ. მე მხოლოდ კითხვებს ვამბობ და არ მწამს, რომ ღმერთს ეშინია ან აბკოლებს ჩვენი შეკითხვები. სწორედ ადამიანი ახშობს კითხვებს, როდესაც ცდილობს თავს მოახვილოს საკუთარი რწმენა სხვებს. ეს მართლაც მნიშვნელოვანი კითხვებია და მოითხოვს გონივრულ, კარგად დასაბუთებულ პასუხებს იეშუას ჭეშმარიტი მიმდევრების და მოყვარულებისგან. მათეს ახარების 22-18 მუხში წერია: მივიდა იეშუა და უთხრა: მოცემული მაქვს მთელი ხელმწიფება ზეცაზე და დედამიწაზეც. თუ იეშუა არის უზენაესი ღმერთი, მაშინ რატომ სჭირდება მას ხელმწიფების მიცემა ზეცაშიც და დედამიწაზეც? ლოგიკურად არ ჩანს, რომ უზენაეს ღმერთს რამე მიეცეს, არც ზეცაში და არც დედამიწაზე. როცა ყველაფერი ღმერთისგან მოდის და თავიდანვე მას ეკუთვნის, განა ეს საკმაოდ სამართლიანი შეკითხვა არ არის? იმავე სულისკვეთებით ივანეს სახარების მეხუთე თავის 26 მუხში ვკითხულობთ: რადგანაც როგორც მამას აქვს სიცოცხლე თავის თავში, ისე ძესაც მისცა, რომ ჰქონდეს სიცოცხლე თავის თავში. იგივე 6:57-ში წერია ივანეს სახარების მე-6 თავის 57 მუხში: როგორც მე მომავლინა ცოცხალმა მამამ და მე ვცოცხლობ მამის მიერ, ასევე ჩემი მჭამელიც, ანუ ჩემი შემცნობელიც იცოცხლებს ჩემ მიერ. მამას სიცოცხლე აქვს თავის თავში, როგორც სულს. იეშუა კი ამბობს, რომ მამის წყალობით ცოცხლობს. ჭირდება თუ არა უზენაეს ღმერთს ვინმე სხვა სიცოცხლისათვის? არის ის სხვებზე დამოკიდებული? თუ იეშუა უზენაესი ღმერთია, მაშინ ეს გაუგებარია. ივანეს სახარების მეხუთე თავის 21-32 მუხლებში იეშუა ამბობს: მე არაფერი შემიძლია ჩემდა თავად, როგორც მესმის, ისე განში და ჩემი განში არ არის მართალი. ვინაიდან ჩემს ნებას კი არ ვეძებ, არამედ ჩემი მოვლენებელის ნებას. თუ მე ჩემთვის თვითონვე მოწმობ, ჩემი მოწმობა არ არის ჭეშმარიტი. სხვა არის, ვინც მოწმობს ჩემთვის და ვიცი, რომ ჭეშმარიტია მოწმობა, რომლითაც მოწმობს ჩემთვის. ეხლა ხდება კითხვა: როგორ შეიძლება არ ძალუძებს უზენაეს ღმერთს თავისით არაფრის კეთება? განა იეშუაც ამას არ იძახის, რომ ის თავისით არაფერს არ აკეთებს? და თუ აქ ადამიანური ბუნება იძახის, როგორ იძახისო ჩემო მომავლებელმო? ჩემო მომავლებელის ნებას ვასრულებო, ჩემს არასო. ამას თვითონ ათანასე ალექსანდრიელის და მარკ ელოზიც ადასტურებს ნიკეის კრებაზე. რომ აქ განსხვავებულია ნებელობაც ძისა და მამის. ადამიანური ბუნებით არ არის საუბარი. ლოგოსი და მამის თანამარადებლობის საკითხთან არის დაკავშირებული დავა ნიკეის კრებაზე. რასაც იესო ამბობს, რომ მომავლებელის ნებას ასრულებს და არა საკუთარი ნებას. გავაგრძელოთ. რა თქმა უნდა, მომავლინებელი არ არის იესო ქრისტე. რა თქმა უნდა, ის ვინც ჩამოვიდა, ის არ არის ვინც გამოაგზავნა. გამგზავნის სხვა და წარმოგზავნილი სხვა. გამგზავნის სხვა არის და ის ვინც იგზავნება არის სხვა. ხო, მოკლედ ამ მუხლებში, რასაც ჩვენ თქვით, რომ მამის ნებას ასრულებს, მის მომავლინებელის ნებას, აქ იეშუა, ანუ იესო ამბობს, რომ ის საკუთარ ნებას კი არ ეძებს, არამედ ღვთისას, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ მისი ნება შესაძლოა განსხვავდებოდეს ღვთის ნებისაგან. მას როგორ შეიძლება იგი იყოს უზენაესი ღმერთი? იეშუას ნება არ მხოლოდ შეიძლება იყოს განსხვავებული ღვთის ნებისაგან, არამედ იგი მართლაც განსხვავებულია მათეს სახარების 26 თავის 38-39 მუხლების თანახმად. აი რას ამბობს ის? მაშინ თქვა იეშუამ: მან სული ჩემი მწუხარია სიკვდილამდე, დარჩით აქ და იფხიზდე ჩემთან ერთად. ცოტა წინ წავიდა, პირქვე დაემხო ნიშნავს რომ გაერთხო წინ და ლოცულობდა: მამაო ჩემო, თუ შესაძლებელია ამცდეს ეს სასმისი, თუმცა არა როგორც მე მნებავს, არამედ როგორც შენ. და ასევე იოანეს სახარების მე-4 თავის 22-24 მუხში იეშუა ეუბნება სამარიტელ ქალს იაკობის ჭასთან: თქვენ არ იცით რას ეთაყვანებით, ხოლო ჩვენ, ანუ იუდეველებმა, ვიცით, ვისაც ვცემთ თაყვანს. ვინაიდან ხსნა იუდეველთაგან არის. დააკვირდით მეგობრებო, ეს არის სამარიტელ ქალთან საუბარი იოანეს სახარების მე-4 თავის 22-24 მუხლი. ძალიან საინტერესო პასაჟია, ამ სიტყვებს არავინ არ უფიქრდება, არც თეოლოგია ამას არ აკვირდება და ტოვებს, შეგენებულად ტოვებს, რომ თავისი აზრი თავს მოახიოს სხვებს. თეოლოგიურ დოგმატიურ ჭრილში. რაც არის კონსტანტინეს ერესი, რა თქმა უნდა, არა მარტო კონსტანტინეს ერესი. ხო, ნახერასაუნს, მაგრამ მოვა დრო და მოვიდა კიდეც, როცა ჭეშმარიტ თაყვანისმცემელს თაყვანისმცემენ მამას სულით და ჭეშმარიტებით, რადგან მამა სწორედ ამდენი თაყვანისმცემლებს ეძებს. ღმერთის სულია და მისი თაყვანისმცემელი სულით და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს. ანუ ღმერთის სულია, ის უხილავია. როგორ შეიძლება იესოს სახით ვინმეს ღმერთი ენახა? აქ იეშუა საკუთარ თავს მიაკუთვნებს იმას, ვინც თაყვანს სცემს უზენაეს ღმერთს. ნახეთ, რას ეუბნება იესო ქრისტე თავის სიტყვებში სამარიტელ ქალს: ჩვენ თაყვანს ვცემთ, ვიცით ვისაც ვცემთ თაყვანს. ვისაც იგი თავის მამად მოიხსენებს, ამას გულისხმობს. იეშუა ამბობს: ჭეშმარიტ თაყვანისმცემელი თაყვანს სცემენ მამას და არა მამასა და ძეს, ანუ მამასა და მე.
რატომ არ ამბობს ასე ჭეშმარიტი თაყვანისმცემელი თაყვანისმცემენ მამასა და ძეს? რატომ ამბობს მხოლოდ მამას? ვერც ერთი მართლმადიდებელი ვერ დამეთანხმება და ვერც ერთი თეოლოგი ვერ დამეთანხმება იმაში, რომ იესო ქრისტე იყო მამა ღმერთი. ეს იქნებოდა უდიდესი სისულელე და უდიდესი შეუსაბამობა. რა თქმა უნდა, ის ვინც ჩამოვიდა და ამბობს ამ სიტყვებს, რომ ზეციდან ჩემი მომავლების შეასრულებლად ჩამოვედიო. ზეციდან ჩემი ნების შეასრულებლად არ ჩამოვედიო. ივანე საქარიავის მე-6 თავში ამბობს 38 მუხში. ეს ვერ იქნებოდა ის ვინც ჩამოვიდა მამა ღმერთი. მამა ღმერთი საკუთარ თავზე ვერ იტყოდა, რომ ზეციდან ჩემი ნების შეასრულებლად არ ჩამოვედიო. ამიტომ ის ვინც ჩამოვიდა, ის ადამიანი არა. ის არის კაცის ძე, რომელიც ამბობს, რომ ზეციდან ძე კიდევ ზეციდან ჩემი ნების შეასრულებლად არ ჩამოვიდა. გადაწყვეტილი იყო ხვის მიერ ამისი გამოგზავნა. კითხვა. იესო ამბობს, რომ მამა ეძებს ასეთებს, რომ თაყვანისცემ მას. თუ იესო უზენაესი ღმერთია, რატომ სემს თაყვანს სხვას? თვითონ თუ არის უზენაესი ღმერთი, რატომ სემს თაყვანს მამას? თაზე რატო ადის და რატო ლოცულობს? მამაზე რატო ლოცულობს? მამაოთი რატომ იმართავს? მამა აპატია არ იციან რას აკეთებენ. რატომ იმართავს მამა? მამა მარიცუდა და ძე ახსენებდა და თუ რა ხდება? ან რატომ არ ეძებს იესოას ხვებს, რომ თაყვანისცემ მას, თუ კი იგი ღმერთია? ეთქვა მე ვარ ღმერთი კაცო და მე მეცით თაყვანი. რა მამა. მამას ეცით თაყვანი ეგრე რაგერ მე მეცით თაყვანიო და მე თუ მთელ თაყვანს ავტომატურად ჩაითვლება მამის თაყვანისცემაში, მაგრამ იესო ამას არ ამბობს. იესო ამბობს, რომ ჭეშმარიტი თაყვანისცემელი თაყვანისცემენ მას. მოეძებნა მაშინ თვითონაც ესეთი თაყვანისცემლები და ეცათ თაყვანი იესოსთვის. რატო ამას არავინ არ აკეთებდა? იმიტომ რომ არ ყოფილა ის თვითონ უზენაესი ღმერთი. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვებია, რომელიც კარგ პასუხებს მოითხოვს. იესო არის ძე ღმერთი. ეგ არის ერეს, მეგობრებო, არ არის ძე ღმერთი იესო ქრისტე. ისევ ებრაელთა წერილს მე-5 თავის მე-4 მუხში წერია. თავისთავად ვერავინ მიიღებს ამ პატივს, არამედ მხოლოდ ის, ვინც ღვთის მიერ ახმობილი არონის მსგავსად. ასე მასში ახმა თვითონ მე კი არ მიიკუთვნა ღვთისმთავრობის დიდება, არამედ მისი წყალობით, ვინც უთხრა მას, ძე ხარ ჩემი, დღეს გშობე შენ. მამა ეუბნება ძეს, რომ დღეს გავხდი მამა შენ. ანუ ღმერთი თუ არ გააჩენდა ძეს, ის ვისი მამა გახდებოდა? თუ ის მარადიულად ყავდა ძე, მაშინ როგორ ეუბნება იესო, მე შენ შემიყვარე ქვეყნის შექმნამდე. მაშინ ეთქოდა მარადიულად გიყვარდი. რა შეჭირდებოდა მარადიულად არსებულს შეყვარება მამისგან? ან რამის მიცემა სიცოცხლე საკუთარ თავში, როგორც მამას აქვს. აბსურდი ამის, რომ იესო ქრისტეს უზენაეს ღმერთობაზე საუბარი. და გეტყვით ახლა იესო ქრისტე მარტო არ არის ღმერთად მოხსენებული წინაწერილში, არის სატანაც მოხსენებული, არის მოსეც მოხსენებული და არის ჩვენც ვინც ღვთის ძეებად ვარ წოდებული ფსალმუნებში, რომ ღმერთები ხარ და შვილი მაღლისანი უზენაესის ძენი თქვენ ყველანი. ფრთხილად იყავით თქვენ იესო ქრისტეს გმობაში. იესო ქრისტე რასაც არ ამბობდა, იმას ნუაწერთ. იესო ქრისტე არ არის ღმერთი. იმას საკუთარ თავზე არ უთქვია, რომ მე ვარ ღმერთი და მე მეცით თაყვანი. ასე რომ იესო ქრისტეს ნაცვლად ვინც ლაპარაკობს სხვა რაღაცას, ფრთხილად იყვენ ისინი. იესო ქრისტეს სიტყვების დამცირებაში და მამა ღმერთის სიტყვების შეურაცხყოფაში. ფრთხილად იყავით თქვენ. თქვენ ვინც ამას ამახინჯებთ. აი თვითონ იესო ამბობს ამას. მე არ ვიგონებ, მე არაფერს არ ვამატებ. იესო ამბობს, რომ იგი არ ეძებს საკუთარ დიდებას, დააკორდით. და პირიქით, აქეთ განადიდებს მამას. განსაკუთრებელია, რომ უზენაესი ღმერთი უარს ამბობდეს საკუთარ დიდებაზე, რომ ამბობს მე დიდებას არ ვიღებ კაცთაგან. ან და არ აღიარებდეს საკუთარ უზენაესობას, როდის იყო უზენაესი ღმერთი, უნდა მთავარი ხდებოდეს. ეს არის ნონსენსი, არ არსებობს ეგეთი რაღაც. როგორ შეიძლება უზენაესმა ღმერთმა იესოს სახით საკუთარ თავს შეეწირა საკუთარი თავი მსხვერპლად? თან უბიწო მსხვერპლად. ან არ აღიარებდეს საკუთარ უზენაესობას. განა უზენაესი ღმერთი ყოველთვის არ გვიცხადებს თავის იდეადეს, რადგან ჩვენი კეთილდღეობა სწორედ მისი იდეადის ცნობაზე და აღიარებაზეა დამოკიდებული. ვინც ჭეშმარიტ დიდების ღირსია, მაშ როგორ არის იესოა უზენაესი ღმერთი, თუ უზენაესი ღმერთი აცხადებს თავის იდეადეს, ხოლო იესო არ აცხადებს. ჯერა რომ ეს ყველაფერი დასასმელად სრულიად გონირული კითხვებია და იუდეველთა მხრიდან და დარწმუნებული ვარ და არ ვარ ერთადერთი, ვისაც ეს კითხვები გაუჩნდა. ამას ჭირდება გონირული, კარგად გააზრებული პასუხები და არა უგულებელყოფა ან ერესად გამოცხადება. მაგრამ მოიცა განა იესო არ ამბობს ივანე სახარიავის მე-17 თავის მე-20 და 23 მუხში, რომ მარტო იმისათვის როდის გევედრებით, არამედ ყველასთვის, ვისაც წამარ მათივე სიტყვითო. და ასევე ივანე სახარიავის მე-10 თავის 30 მუხში მე და მამა ერთი ვართო. განა ამას არ ამბობს? მაგრამ 20 მე-17 თავის მე-20-23 მუხლებში იმასაც ამბობს, რომ ისინი არიან ერთიანები.
ნახეთ რა საუბარს. რათა ყველანი ერთი იყვნენ როგორც შენ. მამაო ჩემში, ხოლო მე შენში. დაიწუნოს ქვეყანამ რომ შენ მომავლინე. დიდება რომელიც შენ მომეცი, მე მათ მივეცი რათა იყვნენ ჩვენსავით ერთი. მე მათში, ხოლო შენ ჩემში, რათა სრულნი იყვნენ ერთობით და შეიცნოს ქვეყანამ რომ შენ მომავლინე და ისე შეიყვარე ისინი, როგორც მე შემიყვარე. ხედავ, შემიყვარე. ის თუ მარადეულთან არსებულია მამასთან. ამას ვერ იტყვის მე შემიყვარე, ქვეყნის შექმნამდე გიყვარდი უნდა ეთქვა. მაგრამ არა, შემიყვარე. როდი შეიყვარა ქვეყნის შექმნამდე შეიყვარა. აქ იესო ამბობს რომ მას სურს ჩვენ ვიყოთ ერთი მასში და მამაში, სწორედ ისევე როგორც იესოა და მამა არიან ერთი. განა ეს ჩვენს უზენაეს ღმერთებას გვაქცევს? არა, ეს შეუძლებელია. მას ეგებ ეს არის სხვაგვარი ერთობა და არა ის მარტივი თანასწორობა, რასაც დღეს ეკლესია ქადაგებს. კონსტანტინეს სირცხვილს, პერეს. ამას თუ ჩემი აღჯერა შაინიძე ედვარდ გადაამოწმე კლიმენტი რომელიც ვაწიგნეულ და შემიძლია პირადშიც გამოგიგზავნო, არა მაქვს მაგის პრობლემა რომ სამება ერესია. ის თვითონ ამბობს რომ ვინც ამბობს რომ ღმერთი სამობით არის ჩვეულებრივი კრეხელი. 60 კულო მოძღვრების დამღვევი არის. და ასეთებს მოეკითხებათ ყველას. სამება არ არის თავდაპირველი სწავლება, ამას თვითონაც აღიარებს მართლმადიდებლობა. არ არის მართლმადიდებლური, არ არის სამება, ეს არის ნიკეა კონსტანტინოპოლის რომაული რწმენა. რომელიც ამტკიცებდა რომ სულიწმინდა გამოდის უპირველესად მამისაგან, ხოლო ძის მიერაც მოდის სულიწმინდა ამფილოქე ფილიოქე რა არის. ძისაგან სულიწმინდის გამომავლობას. ამას მართლმადიდებლური ეკლესია, რომის კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესია აღიარებდა. არიოზი გამოაცხადეს სწავლებლად, მარკელოზი მოქესტეს, ეფსები კესარიის წიგნებით დამალეს და გამოაცხადეს რომ ნიკეის წამსი არის მართალი. არა, ნიკეის წამსი ერესია. ნიკეის წამსი მამა და ლოგოსი თანამარადებულები არიან. ეს არის გმობა ღვთის. მამა და ლოგოსი თანამარადებულები არ არიან. არ არიან, ვინ გასწავლეთ თქვენ ეგა? ჩვენი კეთილდღეობა ჩვენზეა, ბევრჯერ წაიკითხეთ ბიბლია და გაიგებ საიდუმლოს სიმართლეს. სიმართლე, რომელიც იყო დაფარული, ის გაცხადა მის წმინდანებისთვის. ამიტომ ამბობს იესო ქრისტე, ჩემს საიდუმლოს უმხელ, მხოლოდ მათ, ვინც ამ საიდუმლოების მიღების ღირსია. თომას ახარება რომ ამოიღეს ნიკეის კრებაზე, რატო ამოიღეს თქვენი აზრით? იმიტომ რომ თომას ახარებაში იესო ჩვენთან აიგივებს თავს. ვინც ჩემი პირიდან დალია, მეც ისეთი ადამიანი გავხდები, როგორც ის არის. და ეს ეკლესიას არ მოეწონება, ხო, ვის მოეწონება რომ თქვენ თავს უტოლებთ ქრისტეს. როდესაც თვითონ ქრისტე გიტოლებთ თავს და ამბობს რომ მე რა ერთობაც მაქვს მამაში, იგივე ერთობა გაქვთ ჩემში. რადგანაც თქვენ ჩემში და მე თქვენში ვარ. ისევე როგორც მე ვარ მამაში. იოანეს სახარების მე-14 თავის მე-20 მუხში ეს პერიფრაზირება აშკარად ჩანს. შეგიძლიათ წავიკითხოთ ჩვენ რომ უფრო მეტად გავამყაროთ ეს ჩემი კითხვა და ეჭვი. აი ნახოთ მე-14 თავის მე-20 მუხლი. მას დღესა უწყოდით თქვენ, რამე თუ მე მამისათანა და თქვენ ჩემთანა და მე თქვენთან. დამთავრდა. ამ ყველაფერთ უკვე ნათქვამია იესო ქრისტე, როგორც ის არის მამაში და ცოცხლობს მამით, ასევე ჩემი მჭამელი, ამით ჩემი შემცნობელი იცოცხლებს ჩემით და ის იქნება ჩემში. ამიტომაც პავლე მოციქული ქრისტე გაცოცხლდა ჩემში. და ერთი სულისაგან, ვინც სულისაგან არიან, ის ერთი სული ხდება მასთან ერთად. ანუ ამ ერთობაზეა საუბარი. როგორც ამბობს პავლე მოციქული სხვა ეპისტოლეში, დამგველი და მომწყვლელი ერთია. როგორ არის ერთი? დამგველი სხვა და მომწყვლელი სხვა არის. ერთი როგორ არის, მაგრამ ერთია. ეს იმას ანიშნავს, რომ აბსოლუტური ერთია და ერთი ღმერთია და იესოს გარდა სხვა ღმერთს არ ვიცნობ. ამიტომ არ ვარ მართლმადიდებელი. აი ამას რო იძახეთ, რომ იესოს გარდა ჩვენ სხვა ღმერთი არ ვარ და იქვე ხატებზე გიხატიათ ცაბაოთი უფალი, მამის მარჯვნივზის. კი მომწონს გაიხარეთ, როგორც ნუ აძაგებთ ადამიანებს მით ეს წავიკითხე, არა ძმაო ის იესო არ იყო და იესო იყო, არის და იქნება. ნუ მოკლედ გამოცხადებაში მე-5 თავში შეგიძლიათ წაიკითხოთ, რომ იესო ქრისტეზე არ არის ნათქვამი, არამედ ტახტზე მდგომარეზე ნათქვამი, რომელიც წინაშეც წარდგენილი იქნება დაკლული კრავი და მის წინაშე 24 უხუცესი იყო დამხოფილი. 24 უხუცესი არის 24 წინასწარმეტყველი, რომელიც თომას ახარებაში წერია. შეგიძლიათ თქვენთან წაიკითხოთ, რომ მხოლოდ დაკლულ კრავს ხვდა წილი, რომ მისულიყო და მამის მარჯვნიდან აიღო წიგნი და გადაეშალა, ეს გაგნილი გაეხსნა. მხოლოდ მას. ეს არ იქნება ის, ვისთანაც მივიდა იგივე. გავაგრძელოთ. აქ იესო ამბობს, რომ მას სურს ჩვენ ვიყოთ ერთი მასში და მამაში, სწორედ ისე როგორც იესოა და მამა არიან ერთი. განა ეს ჩვენს უზენაეს ღმერთებას გვაქცევს? არა, ეს შეუძლებელია. მას შეგებ ეს არის სხვადასხვაგვარი ერთობა და არა ის მარტივი თანასწორობა, რასაც ეკლესია ქადაგებს. ეგებ ეს არის გულის, მიზნის, გონების, სულისა და ნების ერთობა.
სულ რაღაც სამ მუხში იესოა 4-ჯერ გამოხატავს თავის სულს, რომ ჩვენ ვიყოთ ერთი ერთმანეთში. იესოაში და მამაში, ისევე როგორც იესოა და მამა არიან ერთი. ვაუ! ჩემი თვალჯერად შეგიძლიათ ნახოთ თქვენ ასტერიოს კაბადოკიელის არიენელი სოფისტის წიგნი 77 თეოლოგიური ფრაგმენტი, რომელიც ძალიან ძვირი და მე ჩამივარდა ხელში, ბერძნულ ენაზე არის. ეფესოს კრებაზე, როდესაც მაკროსტიხი გამოსცეს, მაშინ გამოსცა მარკელოზის წინააღმდეგ ეს თეზისები, თეოლოგიური თეზი. ის ამბობს 77 თეზისში ასტერიოს კაბადოკიელი, იესო ქრისტე არ არის უზენაესი ღმერთი. სიტყვით ამას ამბობს. ბიბლია არ ასწავლის იმას, რომ იესო ქრისტე არის უზენაესი ღმერთი. ბიბლია პირდაპირ ამბობს, რომ ეს არის მხოლოდ ჩობილი ღმერთი, რომელიც იყო იმ ღმერთთან, ვისთანაც იყო ქვეყნის შექმნად. და ღმერთი რომ ეწოდებათ არა მარტო იესოს, არამედ სატანასაც, ეს წერია მეორე კორინთელების მე-4 თავის მე-4 მუხში. ასევე პირველი კორინთელების მე-8 თავის მე-6 მუხში, სადაც პავლე მოციქული აშკარად ღმერთს უწოდებს მამას, ხოლო იესოს უწოდებს უფალს. და ზოგადად სიტყვა ღმერთი ელოჰიმ მიეწერება როგორც წარმართულ კერპებს, ასევე უზენაესის ანგელოზებს. ხო, ეთყობა დაждდა ეს ბევრი ვილაპარაკე და ეხა ხო ისმის. მიკროფონი არ ვარდა და მაგითო გაიქცა. ეხა ისმის. წიგნი კი არა, სულია ღმერთი და სულით უნდა ღელავდა ღმერთს, ხედავდა ღმერთს. არ ისმის ხმაო. ეხა ხო ისმის კაცი, როგორ არ ისმის. ეს ვინ მირეკავდა ედვარდ ჩაინიძე. ამას მე ლაივში ვერ თავ, იმიტომ რომ მე ხმა ფუჭდება. ჯობია რომ პირადად ჩარეკოთხო მე თუ ჩართობია. ხო, იესოა ასევე ამბობს, რომ ის იგივე დიდება, რაც მამამ მისცა იესოას, იესოამ ჩვენ მოგცა. ნიშნავს ეს იმას, რომ ჩვენ მოგვეცა ისეთივე დიდება, როგორც უზენაეს ღმერთს, დააკვირდით რა მაგრად ამბობს. დიდება, რომელიც ჩვენ მომეციო, მე მათ მივეც, რათა იყვნენ ჩვენსავით ერთიო. რა დიდებაზეა საუბარი? რა დიდება მოგცა ჩვენ ღმერთმა? ისეთივე, როგორც მას ჰქონდა მამისგან. განა ეს დიდება ჩვენ გვხდის უზენაეს ღმერთებად? რა თქმა უნდა, არა, უზენაეს ღმერთს არ ჭირდება სხვა ღმერთისგან დიდების მიღება. ცრუ ინფორმაციები და საუბრები დამღუპველია. რა თქმა უნდა, ცრუ ინფორმაციები, რასაც მართლმადიდებლური ეკლესია ავრცელებს და ეთაკილება, რომ ადონაი ღმერთი აღიაროს ებრაელთა ღვთაება უზენაეს მამად, აი ეს არის ზუსტად ცრუ ინფორმაციები, რასაც საპატრიარქო ავრცელებს. და ამის გულზე პასუხი მოეთხოვება ყველა მართლმადიდებელს. ვინც გაუაზრებლად ალელუიას სახილით ადიდებს ებრაელთა ღმერთ იახს და არა იესო ქრისტეს. და შევარწყოთ საყენებს იუდაიზმს და იუდეველებს, იმიტომ რომ იესო ქრისტეს გარდა სხვას არ ასნობს უზენაეს ღმერთობად, სადაც აშკარად მითითებულია, რომ საბაოთი უფალი არ არის იესო ქრისტე, არც განუკაცებელი ლოგოსი, როგორც ამას თეოლოგები ამბობენ. იესო ქრისტე არ არის საბაოთი უფალი. ძველი აღთქმის ღმერთი იესო ქრისტე არ არის. გასაგებია, კარგად ძმაო. კარგად ძანდებოდეთ, ბატონო ედვარდ. ჩემი რჩევა იქნება, რომ რა ვიცი, სპონტანურად მაინც გადაგეხედათ ტერტულიანის ნაშრომებს, ასევე ეპიფანე კვიპრელის პანარიონის წაგეკითხათ, პანარიონის წამლების კრებულს ნიშნავს. ასევე წაგეკითხათ კლიმენტი რომაის 8 წიგნეული, ასევე კლიმენტი რომაის ჰომილიები, სადაც ის იქ ამბობს, რომ იესო ქრისტე არ არის ღმერთი, უზენაესი ღმერთი, რა ვიცი. ღმერთი არ მოდის საკუთარი თავიდან. ჩვენ ამას გვასწავლის თვითონ საღვთო წერილი, არსად არ არის იქ საუბარი სამების ერთარცებობაზე, ან მამის და ლოგოძის თანამარადებობაზე. ეხლა მოკლედ ჩამოთვალეს მუხლები, რაზეც შეგვეძლო ჩვენ თქვა, რომ ის დიდება, რაც მამას მისცა ძეს ქვეყნის შექმნამდე, ის დიდება მოგვცეთ ჩვენ. და რა ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სამ დიდების მფლობელი, რადგანაც პეტრეც იგივე სასწაულებს ახდენდა, რაც იესო, მაგალითად, კაბითა აღადგინა ხო იქ მკვდრეთით.
მართალი ტაბითას აღდგენაზე საუბარი, პეტრე მოციქულის იგივე სასწაულებს აკეთებდა, რასაც იესო ქრისტე აკეთებდა, მაგრამ პეტრე მოციქული არ იყო უზენაესი ღმერთი. ასევე იესო ქრისტეც არ იყო უზენაესი ღმერთი. არც იოანე ნათლისმცემელს არ ეგონა იესო ქრისტე უზენაესი ღმერთი, როდესაც ეკითხებიან, აგენახე იოანე ნათლისმცემელსო და სასწაულებს აკეთებსო და იოანე ეტყვის კაცო, არაფერი მიეცემა კაცო, ქვეყანაზე თუ ზეცისან არ მისცემიო. იესოზე ამბობს. იოანე ნათლისმცემელი. ესე იგი იოანე ნათლისმცემელმა იცოდა, იესო ქრისტე არ არის უზენაესი ღმერთი. თორე აგენ იმას კი არ ეტყოდა კაცო, ვინც მე მომავლე ნათლისმცემა თუ იმam მითხრაო და დაამოწმაო, აგე ვისაც დაინახო ტრეკს, სულიწმინდა სტრელის სახით გადამოვალს, ის არისო ჩემი ძეო. განა მე ვარო რა ის არის ჩემი ძეო. როგორ შეიძლება მამა დაპირდეს ძეს და ძე მამას ევადრება მიწიდან და მამა პირდება თავის თავს? რატო გამოვყავთ მამა და ძე მათ ხო არა? მე წიგნობარი არ ვარ, სახიფათო არის ის სწავლება, რასაც დღეს მართლმადიდებლური ეკლესია მართლმადიდებლობის სახელით ამახინჯებს, რაზეც პატრე მოციქული ხაზგასმით ამბობს, რომ ჩვენში მყოფნის, რომელიც ჩვენგანი არ ყოფილან, ასწავლიან ჩვენს აპირისპიროდ, ვითომ ჩვენ ვქადაგებთ, რომ მოციქულები ვცოდავთ. პეტრე მოციქული აშკარად ყველა ეპისტოლეში ამბობს, ხორციელდნებული არ სოდავს. მოციქულები არ სოდავდნენ. ეკლესია, რომელიც ასწავლის, რომ ჩვენ უწოდებლები არა ვარ და მოციქულები სოდავდნენ, ის არის კრეხელური, ანუ ღვთისმგმობელი ეკლესია. ის ეკლესია არ არის, ის მართლმადიდებელი ეკლესია არ არის. მართლმადიდებლური სწავლება არ არის ის, რომ მოციქულები სოდავდნენ. მოციქულები არ სოდავდნენ. და არც სხვას მოუწოდებდნენ სოდვის ჩადენისაკენ. პირიქით, კანონის დადგენა მაგაზე კრებები ჩატარდა 111 კანონში პირდაპირ წერია. ისინი ვინც ამბობენ, რომ მადლს სულწმის მადლს მხოლოდ წარსული ცოდვების მოტივება შეუძლია და არ შეუძლია ძალა და მოგცეს იმაში, რომ აღარ ვაკეთოთ ცოდვა, შეჩვენებული იყოს. შეუძლებელია სულწმის მადლმა მარტო წარსული ცოდვები მოგვიტევოს. ის რომელსაც ჩავიდეთ და შევინანეთ, არამედ სულწმის მადლს აღგზალა, რომ აღარ ვაკეთოთ ცოდვა. აღკვეთოთ ცოდვა. აი ეს ნიშნავს მონათლა. რომ აღარ ჩავიდინოთ ცოდვა. ამას მე არ ვიგონებ, კაცო შეგიძლიათ ანტიოქიის კრებები ნახოთ 111 კანონი და ლაოდიკიის კრებებიც არსებობს და იქამდეც არსებობს კლიმენტი რომაის ვარწიგნეული არსებობს და პეტრეს წერილშიც წერია ეს ყველაფერი. იაკობის მიმართ რო წერს პეტრე წერს, რატო არის ამოღებული? ეგრეა, რაც არ გასწავლეს, ახლა როგორ მოგთხოვ პასუხს, ვერ მოგთხოვთ პასუხს. ამიტომ მე არ ვარ შემფასების როლში. შეგიძლიათ წერილები წაიკითხოთ და თქვენ თვითონ შეაფასოთ. გაუკვირდი ადამიანიც არის ერთი. ხო, ეგრეთ ცხენიც 10 ცხენი რო დააყენო, ცხენია, მაგრამ 10 ცხენივე ერთი და იგივეა? ასისულელია. სულიწმინდა იესო ქრისტეა? ასისულელია. თუ მეტყვი სულიწმინდა იესო ქრისტე არის, როგორც სამხიპოსტასოვანი ერთარსება ღმერთი, მაშინ იესო ქრისტე ამბობს თვითონ სულიწმინდაზე, რომ ეს არის სხვა ნუგეშინისმცემელი. რაში დაჭირდებოდა ღმერთს სხვა ნუგეშინისმცემლის თხოვნა მამისადმი, რომ მოერენა თუ კი ის თვითონ იყო სულიწმინდაც, ხო? არა ძმაო, ყველა ცოდვას. დააკვირდით ტვინი რამდენს ცოდვა ფიქრობს. როცა ქრისტეში ხარ, ფიქრი აღარ მოდის. როცა ქრისტეში ხარ, ის ფიქრი იბლოკება, ანუ აღარ აქვს. შენ უკვე ისეთივე აზრები გაქვს, როგორც ქრისტე იესოს. პავლე მოციქული ამბობს, ჩვენც ისეთივე აზრები გვაქვს, როგორც ქრისტე იესოს. იესო ქრისტეს გარკვეული აზრები არ ქონდა თავში. სამარიტე ქალს რო ელაპარაკებოდა, ეუბნება ხუთი ქმარი ყავდა. ისური იტყვის, რომ იცოდა რომ გარკვეული ქალს ელაპარაკება, მაგრამ არ ეუბნება რომ შენ ესეთო და შეისეთო. არა, შეურწობას არ აყენებს. იცოდა რომ მრუშობი ცხოვრობს. ხუთი თვე არ თქვა, ვინც გაშობილ შეერთავს მრუშობსო. იცოდა რომ სამარიტელი ქალი მრუშობი ცხოვრები ცხოვრობდა, მაგრამ შეურწობას არ აყენებს. არც გარკვეული აზრებით არ ელაპარაკება. ასე რომ შენ თუ ქრისტეს ხარ, შენ გარკვეული აზრები აღარ აქვს, იმიტომ რომ ქრისტეს აზრი აქვს. წერილები არ არის ყველა მართალი. აი მაგაში ბატონო ედვარდ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ ადამიანის ხელი ჩანს. მე მამაუსაც ველაპარაკე, მამა გიორგი იყო და პირდაპირ მითხრა რომ პავლე მოციქულს ბევრი რაღაცები ეშლებოდა და გეთანხმებ, მაგაში არ ვარყოფ. მეც მაინტერესებს და მე არ ვარ შემფასების როლში, რომ რომელიღაცა მოციქულის ნაწილი შევაფასო, ხო? მაგაში გეთანხმებით, რა თქმა უნდა. წიგნით კი არა, სულით უნდა ხედავდეო. ნუ მე ხა რაც მოვიდა ჩემამდე და ქრისტიანობა რასაც მეუბნება და მართლმადიდებლობა, რომ აი 4 თავი გვაქვს და 4 თავში ყველაფერია პასუხები, მე ამქედა გამომდინარე საუბრობ, რომ ჩემთვის 4 თავში ყველაფერზე პასუხები ნამდვილად არ არის. ხო რა. ხო, ესე ის წინასამეტყველის 52 თავის მე-11 მოგში კითხულობ, ჩემი გულისათვის ვაკავაკეთებ ამას. რადგან როგორ უნდა შეიბრძოს ჩემი სახელი და ჩემს დიდებას არ მიცემს სხვას. ნახე მყურიასმობს იესო ქრისტე. შენ რომ მომეციოს დიდებიო, მე ჩემ მოციქულებს მივეციო. რათა იყვნენ ჩვენსავით ერთი, მაგრამ ესაიას 58 თავის მე-11 მოგში პირდაპირ ამბობს იესო ქრისტე, რომ პირდაპირ ამბობს ებრაელთა ღმერთი, რომ ჩემს დიდებას არავის არ მიცემ. იესო ქრისტე აძლევს დიდებას, ხოლო ძველი აღთქმის ღმერთი არავის არ აძლევს თავის დიდებას. ეხლა იტყვის აბა ეს როგორ მისცა? მე რა ვიცი როგორ მისცა? არ არის პარადოქსი?
იძახის არ ვაძლევო და იესოს შენ რომ მომეცი დიდებაო. თუ არავის არ აძლევს როგორ მისცა? მიმცემი და მიცემული ხო განსხვავება იქ. მე რომ თქვენ რაღაცას გაზრდებთ, ეხლა მაგალითად წიგნი გაჩუქეთ, თქვენ მოგეცეთ. თქვენ იგივე როგორ ახართ როგორც მე. მიმღები იგივე როგორ არის, ვინც მისცემს იმ რამს. მიცემული სხვა არის და მიმცემი სხვა არის. და მიმღები სხვა არის. მიცემული კიდე სხვა რაღაცა. მე ჩემ ძეს ვაძლევ ძალას. ძალა სხვა არის, მიმცემი სხვა არის, მიმღები სხვა არის. როგორ არის ერთი არის? ამიტომ ბიბლია ბევრჯერ უნდა წაიკითხოთ, წიგნები კი არა, მხოლოდ ბიბლია. 20 წერია ვკითხულობ ბიბლიას. მაქსების სასულიერო სემიანი დამთავრებული და შემიძლია წმინდა მამების მაგალითი მოგიყვანოთ ანტინიკიელი წმინდა მამების, რომლებიც დღესაც მართლმადიდებლები აღიარებენ, მაგრამ რატომღაც ეთაკირებათ, რომ ეს წიგნი თარგმნონ ქართულად. მოგახსენებთ ეპიფანე კუპრელის პანარიონი, სადაც იქ ერთ-ერთი სექტა სამხრეთ ნოეთიდოს სექტას პირდაპირ ამბობს, რა სიშლეგე და რა სიგიჟეა, რასაც ეს გონება დაბრმავებული ადამიანები ასწავლიან თითქოს ესაიას ასამეთყვი ლაპარაკობდეს იესო ქრისტეს, რომ აი ჩვენ ღმერთია და ეს არის ღმერთი და ერთიგივე ღმერთი. რა თქმა უნდა, ღმერთი არ მოდის საკუთარი თავიდან და ის ვინც გამოიგზავნა იგივე არის. მამა არის ტრანსცენდენტური ღმერთი. სამი წმინდა მამა დაგისახელეთ. წმინდა კლიმენტი რომაელი, წმინდა ევსები კესარიელი და ასევე ცნობილი თეოლოგი და ეკლესიის მამად წოდებული თეოლოგიის მამად ევსები კესარიელიც. სამი მოწმე საკმარისია ჩემთვის, რომელიც წამოვაყენო თქვენს წინააღმდეგ სამების პირისპირ, რომ სამება არ არის სწორი სწავლება. დამახინჯებული სწავლება, რა თქმა უნდა. ხა როდესაც იცახია, რომ მამის გარდა მამა არ არსებობს ძის გარეშე როგორც ერთი ღმერთი. ეს არის დამახინჯებული სწავლება. ამას ეკლესია არ ასწავლება. და სამება კიდე ხო, სამება ერთი ღმერთი არ არის. არც სამპიროვანი ერთარსება ღმერთი არ არის. სამება უკვე არის ის რობეთყვი, რომელი განკასდა, მეორე განკასდა. უკვე მეორეს რაც ახერებ, უკვე რიცხვს აცახება. უკვე სიმრავლეში გადაყავს. ანუ ტრიტეებს გადაგე. ხო, მეორე თუ განკასდა, პირველისა დარჩა. თუ კი ერთი არსია. მამას არ შეეხო განკაცება. მოხდებით ხო რაზე მაქსაუბ. ღმერთი ამბობს, რომ თავის დიდებას არ მისცემს სხვას, თუმცა იეშუ ამბობს, რომ მან მოგცა იგივე დიდება, რაც თავად აქვს. ესე იგი, იეშუას აშკარად განსხვავებული დიდება უნდა ჰქონდეს, ვიდრე მამას. განა იეშუ ამით ნათლად არ უარყოფს უზენაეს მამასთან თანასწორობას? ივანეს სახელობის მე-14 თავის 22 მუხში იესო ამბობს: ხო ხსნენიათ, რაც გითხარით, მივდივარ და დავბრუნდები თქვენთან. რომ გყარებოდით, გაგიხარდებოდათ, რომ თქვი მამასთან მივდივარ მეთქი, რადგანაც მამა ჩემზე დიდია. აი გერასმოს, მამა ჩემზე დიდი არის, მივდივარ, იმასთან მივდივარ. თავის თავთან კი არ მიდიოდა. თხოვ მამას უნდა სავანეებს მოგიმზადებ თუ იქ. ბიჭო, აგერ არ იყო მამა ჩამოსული განკაცებული სამება, რასას თხოვს იქ? ადამიანის ბუნებას თხოვს, კაი, ადამიანური ბუნებას თხოვს, მაგრამ ადამიანური ბუნებით ზეცაში იყო ყოველთვის იესო, არ იყო. აბა ვინ აბა ზეცი და ჩემი ნების შესრულებით არ ჩამოვიდი. ადამიანური ბუნება მას როგორ იტყოდა და ჩემი ნებით არ ჩამოსულვაო. ჯერ ხო არ იყო ადამიანური ბუნება ხორცი ზეცაში სამოთხეში. ამისო არავინ ასულა ზეცად გადაცდიდა ჩამოსული კაცის ისავ. კაციც თუ ადამიანური ბუნება არის და მარიამის განშობილი ხორცელი ბუნება. რატო უნდა ეთქვა იესოს რომ არავინ ასულა იქიდან რომ ჩამოსულიყო? იქიდან როგორ უნდა ჩამოსულიყო? ხორცით როდის იყო იესო სამოთხეში სასუფეველში იქიდან ჩამოსულიყო? ხო კითხები ხო უნდა დასვათ ენოქის იგივე გაწია და ყველაფერი თქვენს ადგილას თქვენს ვარაუდებით ლაპარაკობთ და ხალხი შეცდომაში შეგყავთ. ხო უნდა დასვათ ეს კითხები რა? თუ იესო ქრისტე კაცის ძე, ეს მარიამისგან აღებული ადამიანური ბუნებაა, ხო, განკაცებული ბუნება, ხო? მაშინ რატო ეგონათ ის იერემია წინასწარმეტყველი, ან ელია, ან რომელიღაცა ძველი წინასწარმეტყველთაგან? რატო აგე მარიამისგან შობილია კაცის ძე ხორცელი განკაცებული ბუნება და დამთავრდა? რატო ვერ მიიღეს? რატო ეკითხება ვინ გონია თქვენ კაცის ძე? არ იცოდნენ კაცის ძე რომ განკაცებული ბუნება იყო და განკაცებული ღმერთი იყო? არ იცოდნენ ეს მოციქულმა? არ ეწერა ჯურში რომ ღმერთი უნდა განკაცებული იყო? რა თქმა უნდა არ ეწერთ. რატო გინდა თქვენ რომ არა ეწერთ? იმიტომ რომ აზრზე არ ახართ ბიბლიას. ძველი აღთქმის განმარტების აზრზე არ ახართ. თეოლოგებიც არ ახართ. გვასალიას გარდა არავინ არ ახართ თეოლოგები ძველი აღთქმის. და მე ვარ ძველი აღთქმის მამა. სემინარის თვალი ვიყავ, მეძახნე სემინარის თვალს და ძველი აღთქმის მამა. ენოქის წიგნი გავაცოცხლე. ო, კარგია, სიამაყე უნდა გქონდეს, იმიტომ რომ ვიმსახურებ ამას. თქვენ გვასალიას ხალხი და ვინც ახართ აქ სემინარ აკადემიაში, ხო? შეგნებულად ამახინჯეთ და მაგიტომ არა ვარ მე მართლმადიდებელი. არა ვარ მართლმადიდებელი. კაცო, მეუბნებით რომ იესოს გარდა სხვა ღმერთს არ ვაღიარებთ. თქვენ ახართ ღვთის გმობელები და ფრთხილად იყავით. ერთი რომ დაიგრუხუნოს იქ ისრაელმა, თქვენი სუსხი აღარ იქნება, ვაფშე დაიკეტება მთელი ეკლესია. როგორ შეიძლება ამხელა შევარწყობას აყენებთ იესო ქრისტეს, იუდაიზმს
ისრაელს და მთელ სოფლიოს მამა ღმერთს რო გმობთ და იესოს სიტყვებს რო აწერეთ იმას რაც მამას არ უთქვია იესოს არც იესოს არ უთქვია საკუთარ თავს ეს არის რომ ძე ჩემი საყვარელი რომელიც მოვიწონეო მეო ჩემი თავი კი არ მოვიწონეო მოვიწონე მე ვინ მოიწონა საკუთარი თავის მოწონება რა თუნდაც საკუთარ თავმომწონია ღმერთი თქვენი აზრი საკუთარი თავი მოეწონა იესოში დაინახა საკუთარი თავი იესოში და რა კაი კაცო უშე გენაცვალოს ჩემო ძეო რა რამხელა სისულელეებს ლაპარაკობ თქვენ აზრზე მოდით ცოტა რა აზრზე მოდით თქვენ ცოტა რა მამა ჩემს დიდიაო კაცი იძახის და ადამიანური ბუნებით იძახისო ადამიანურ ბუნებაზე დიდი რანაირად არის ღმერთი როდესაც ანგელოზები და სამყარო შექმნა და ცეცხლოვანი ქერუბინები შექმნა რა ადამიანზე დიდი უნდა იგულისხმო ადამიანურ ბუნება როგორ იგულისხმო რა სისულელეებს ამბობ თქვენ ადამიანურ ბუნებაზე როგორ იტყოდა იესო ქრისტე რომ იმაზე დიდია ღმერთი მამა ჩემო რა სჭირდა ღმერთს სამაგისო რომ იესოს ადამიანურ ბუნებასთან გაეტოლებინა მამა ღმერთი და იმის სიდიადე შეედარებინა ქმნილება შემქმნელს რა იდიოტობებს ლაპარაკობ თქვენ ხალხო დაახურეთ ეს საპატრიარქო საერთოდ რა სჭირდება ან ეს სემინარ აკადემიების გვასალები რა სჭირდება დაკეტეთ საერთოდ რა სასწაულით საერთოდ ეხლა დღეს ქონდა კამათი მაგაზე ენოქობა არ არის ელიაობა მომილოცეს მეთქი არ წამს რა ელიაობა რა ელიაობა არა ისე კიდე ტოროლობა კიდე ენოქობა აღნიშნე ძმაო ენოქის ხატი არა გაქვთ ენოქის დაუჯდომელი არა გაქვთ ენოქის ლოცვა არა გაქვთ და ენოქი მოვაო იძახით და ენოქობას არ ათქესასწავლობთ და მე სომხურ ეკლესიაო ცუდიო სომხურ ეკლესია ენოქობას მაინც დასწავლობთ რა თქვენ ენოქი არც გწამთ რომცა მოვიდე და იგივე გითხრათ რას მეგეუნები და არც იმას არ დაუჯერებთ არც ის არ აღწამთ რომ ენოქი მოვა იმიტომ რომ რო გწამდეთ იმის წიგნებს აღიარებთ და იმის წიგნებს უარყოფთ რანაირად ამბობთ რომ ენოქის მიმდევრებია და ენოქი გწამს არაფრისაც არ აღწამთ ხალხო თქვენ აღწამთ აი ისიც მატყუარა ქრისტეს ქრისტე მატყუარა ანუ ანტიქრისტოს ნიშნავს მატყუარა ქრისტეს იგივე ქრისტე ანუ ანტი არ ნიშნავს საწინააღმდეგოს ანტი ნიშნავს იდენტურს საწინააღმდეგოსაც ტოლსაც და იმის საპირისპიროსაც და იგივენაირსაც მრავალი გამარტება აქვს ლათინურ ტერმინს ანტეს ხო ანუ დღეს ვისაც ეკლესია თაყვანს სცემს ეს არის ანტიქრისტოსი ანუ იგივე ქრისტეს სცემს თაყვანს ოღონდ არა იესოს არა ნამდვილი იესოს რასაც ასწავლიდა იმ იესოს არა ნამდვილი იესოს არ სცემს დღევანდელ კაცი რომელიც იტყვის 4 თავი საკმარისია იმისათვის რომ პასუხები იპოვო ის არ არის იესო ქრისტეს მიმდევარი იმიტომ რომ არც მათეს არც იოანეს და არც ლუკას და არც მარკოს არ დაუწერია ეს ახარებები ეს დაწერეს ქრისტეს გარდაცვალებიდან 50 წლის შემდეგ და მიაწერეს მათეს მარკოს ვიღაცას ხოლმე დაეწერა და რა ვიცი თქობა ვერ მოთუნეს მაგდენი და ეხლა ლუკას სახარება როგორ იქნებოდა იესოს რეალური პიროვნების დახასიათება როდესაც ლუკა არ იყო იესოს მიმდევარი არც 50-70-თაგანი მოწაფე არ იყო ის ხო პავლეს ექიმი ბერძენი იყო რატო უნდა ვენდო მე ლუკას ხო ლუკამ რა იცოდა იესომ რა თქვა ჯვარზე არ იყო თანადამსწრე რომც ეთქვა სხვებს და სხვა მოციქულებს ეთქვა კაი თქვა იოანე იდგა როგორც ის მოდელი მწერს იოანე მწერს რომ იოანე ხო იდგაო კაი იოანე იდგა და ქალები იდგნენ მაგრამ იოანემ მოისმინა ჯვარზე ბოლოს სიტყვა აღსრულდა იესოსი და განუტევა სულ მაგრამ ლუკას სახარების მიხედვით ბოლოს სიტყვა იესოს ჯვარზე სანამ სულს განუტევდა აღსრულდა არ არის არამედ 30-ებს ამოვიდან ციტირებს ბეიადეხა აფაკიდ რუხი შენს ხელს შევავოდებ მამა ჩემს სულს 30-ებს ამოვში ებრაულში 31 არის ანუ ერთი თუ კან არის ქართულად როგორ მოისმინდა ლუკას ხვას და იოანეს ხვას თუ იოანე ეთყოდა ლუკას ამას იოანეს სხვა რამეს ამბობს და ლუკას სხვა რამეს ამბობს რა თქმა უნდა იოანე ვერ ეთყოდა ლუკას რომ აი მე ეს გავიგონე ჯვარზე როგორ შეიძლება იოანეს ეთქვა ლუკასთვის აი მე მოვისმინე იესო ქრისტე მე სხვა ჯვარზე და ლუკას სხვა რაღაც დაეწერა და იოანეს სხვა რაღაც დაეწერა ეს აბსურდი აი იოანეს საერთოდ არ იცნობდა ლუკა მახარებს და არც გქონია მასთან ურთიერთობა იმიტომ რომ პავლე მოციქულს და იოანეს შეხრა შემოხლა მოვიდეთ მარკოზის გამო და დაიშალა ერთმანეთს გამოეყვნენ და ბარნაბა წაიყვანა პავლე მოციქულმა იოანე მარკოზი წაიყვანა საქმე მოციქულთა შუარი პასაჟი კონფლიქტი რომ მოუვიათ მოციქულებს წინააღმდეგობებით სავსე იყო პეტრე პავლეს ვერ ეშველებოდა პავლე პეტრეს ვერ ეგუებოდა იქ იოანეს და ბარნაბა დასხეს მე ბარნაბა თვალთბაქსობაში დაუჭირეო მოკლედ აღარ წავიკითხო ხა იმიტომ რომ აქ უკვე
საკმაოდ არის განშღენთილი ის მუხლები უკვე რა ძირითადად იყო დავასახელე რომ იესო ქრისტე არ არის უზენაესი ღმერთი. შეგიძლიათ თქვენ თუნდაც გადაამოწმოთ და რა ვიცი, მე მგონი ჯობია დღეს დავასრულოთ ჩვენი ლაივი. ხო, ერთ კიდე რაღაცას ვიტყვი აქ, აი მნიშვნელოვანი არის. მე ხშირად მოყავთ ხოლმე მართლმადიდებლებს იოანეს სახარების პირველი თავის პირველი მოხდით თითქოს სიტყვა იყო ლოგოსი და ლოგოსი იყო ეს ღმერთი და სო დამთავრდა რომ ლოგოსი არის ღმერთი. ამას გადაგებდა მარკელოზი ზუსტად ამ იოანეს სახარების პირველი თავის პირველი მოხდით. რომ დამთავრდა ლოგოსი თუ არის ღმერთი, დამთავრდა იმის გერილი ღმერთი, სხვა ღმერთი არ არსებობს. მაქედან შეიქმნა ნიკეის კრება და სამება რომ ლოგოსის გარდა სხვა ღმერთი არ არსებობს. ეს იყო მარკელოზის იდეა, რომელიც გაიმარჯვეს ნიკეის კრებაზე. ამას არ ეთანხმებოდა იმ დროინდელი დიასპორა კაც, მაგალითად ფილონ ალექსანდრიელი მაგალითად. ვიდრე წერეს რომ ღმერთთან რო იყო, არ წერია იესოზე, რომ ეს სიტყვა იყო ის ღმერთი, ვისთანაც იყო. დასაბამიდან იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი. იგი იყო დასაბამიდან ღმერთთან. ასევე თომარო მიმართავს უფალი ჩემი და ღმერთი ჩემიო, რაკი მიხილე იმ რაგიტო იწმონეო ნეტარერემისაც არ უხილვარ და ჭამს ჩემიო. ასევე ეს მუხლები ხო, რაც არის მოყვანილი, აქ იეშუა ნამდვილად უწოდებს ღმერთს. ეს უწოდებენ ღმერთს. ეს ვერ იქნება უგულებელ ყოფილი ან უარყოფილი. ჩვენ ამას არ უარყოფთ. მაშ რა არის სიტყვა ღმერთი ებრაულად და ბერძნულად? ებრაულად ეს არის ელოჰიმ. ხოლო ბერძნულად არის თეოს. თუმცა იოანეს პირველი მუხლის ინგლისური თარგმანების უმეტესობაში რაღაც აკლია, კონკრეტულად არტიკლი ზე, განსაზღვრული არტიკლი. როგორი უნდა იყოს იოანეს სახარების პირველი თავის პირველი მეორე მუხლის თარგმანი სიტყვასიტყვით რომ თარგმნოთ აი ასე. დასაბამიდან იყოს ლოგოსი, ანუ სიტყვა და სიტყვა იყო ღვთისგან, ანუ იმ ღმერთთან, ტოუთეოს არის ბერძნულად და სიტყვა იყო ღვთაება, ღმერთი, ანუ God, ინგლისურად თეოს არტიკლის გარეშე. იგი იყო დასაბამიდან იმ ღმერთთან, ტონ თეოს, ანუ იმ ღმერთთან. რაც არ იგულისხმება იესოზე. იესოზე არ არის ნათქვამი იმ ღმერთთან. ლოგოსი არ არის ნათქვამი. ამრიგად ამ უხში სიტყვა იეშუა, ლოგოსი, რომელიც არის ღმერთი ღვთაება, ანუ თეოსი, რომელიც არის იმ ღმერთთან, ზიგად, ანუ ტონ თეონ, ორ მუხში ორჯერ გვეუბნებიან, რომ სიტყვა იეშუა იყო იმ ღმერთთან, პირველ მუხშიც და მეორე მუხშიც. რატომ არასოდეს გვეუბნებიან, რომ იეშუა იყო ის ღმერთი, არამედ ღვთაება, ხოლოჩობილი ღმერთი. რატომ გვეუბნებიან ამას? იმიტომ რომ თუ იეშუა იმ ღმერთის თანასწორი იყო, რატომ გვეუბნებიან ორჯერ, რომ იეშუა იყო ღმერთი, უბრალოდ ღვთაება? შესაძლებელია თუ არა რომ ამ პასაჟში ნათელი განსხვავება კეთდებოდეს იეშუას ღვთაებასა, ანუ ღმერთს და იმ ღმერთს შორის. გასაოცარია რომ იეშუას დროინდელი ბიბლიის ყველაზე ცნობილი ებრაელი კომენტატორი ფილონ ალექსანდრიელი, კაი მე თქვა ვწდები, აგერ ფილონ ალექსანდრიელი, წერდა ზუსტად ამავე ფენომენის შესახებ ბერძნულ და ებრაულ ნაწერებში ღმერთზე. გაგრძელება იქნება მეგობრებო. აბა თქვენ იცით დროებით.